მოგესალმებით. დღეს ორშაბათია, ტრადიციულად ამ დროს საფეხბურთო მიმოხილვის დროა პირველი არხის ეთერში. თუმცა დღეს განსხვავებული ეთერი იქნება, ორი წამყვანი, ლაშე დვალიშვილი და მე დათო მინაშვილი გაუძღვებით დღევანდელ გადაცემას და სტუმრად ყავს, საკმაოდ ბევრი სტუმარი ყავს, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები, რაც შეეხება სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პირებს, ისინი ჩაგვერთვებიან ასევე პირდაპირ ეთერში ჩართვის რეჟიმში, ასე რომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი უნდა გამოვიდეს დღეს. მეც ასე მგონია, ჩვენ შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მასშტაბური გადაცემა გავეკეთებინა, თემა ყველამ კარგად იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ამ თემის ირგვლივ და ბუნებრივია პირველ ყოვლისა თქვენი მოსაზრებაა საინტერესო დათოს დავეთანხმები იმ მიმართულებით, რომ მართლა საინტერესო უნდა გამოვიდეს და რაც თავარია საქმიანი და ნაყოფიერი დღევანდელი გადაცემა. მე მაყურებელს აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გვექნება ინტერაქტივი, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გასცეთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას პასუხი. მაშასე უნდა გაიზარდოს თუ არა საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 2-40 95-01 თუ დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხოლო 2-40 95-02 უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იაქტიურეთ ბუნებრივია გულშემატკივრის აზრით ძალიან საინტერესო იქნება და ცხადია შევაჯამეთ უკვე გადაცემის დასკვნის ნაწილში. მეც მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა იაქტიუროთ, რადგანაც გულშემატკივრის ტელემაყურებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შემთხვევაში, თუ რას ფიქრობს ჩვეულებრივი ფეხბურთის კომაგი იმისათვის უნდა გაიზარდოს თუ არა გუნდების რაოდენობას. რაც შეეხება ჩვენს პირველ ნაწილს გადაცემის, სადამ გადავიდოთ უშუალოდ სტუმრებთან საუბარს დავიწყებდით. ეროვნული ჩემპიონატის 29 ტურის შეხვედრები გაიმართა გუშინ და გუშინ წინ ზედა და ქვედა ექვსეულშიც. მოდით ნახოთ ამ მატჩების სამსახველის სიუჟეტი, ცოტა ვრცელია და ახლობით 10 წუთიანი და შემდეგ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს. უყოლიანი გამოდგა ივანწმინდის სტადიონზე გამართული ჩიხურასა და მეტალურგის დაპირისპირება, რომელმაც მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. საბოლოო ანგარიში ლომის წვლილი გიორგი გაბედავამ დაიდო. მან პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა, როდესაც ოდიკაძის შორეული გადაცემა ბედიაშვილის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკმაოდ შედეგიანი გამოდგა, მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დინამიური ეპიზოდი უგოლოდ დასრულდა. 36 წუთზე მარჯვენა ფლანგზე ხაბელაშვილის აქტიურობასა და ჩაწოდებას ჩიმაკაძის თაური მოხვა და საჩხერელები ხარიხამ გადაარჩინა. ასხლეტილი ბურთი საჯარიმოდან ბეჭოაიამ ამოიტანა, რის შემდეგაც დათუნაიშვილმა გაბედავა კარგად მოძებნა. ამ უკანასკნელის ეფექტური შორეული დარტყმა კი ბედიაშვილმა ლამაზი ნახტომით მოიგერია. ტაიმის უკანასკნელ წუთზე რუსთაველთა მეკარემ იგივე ვეღარ შეძლო და გაბედავამ დუბლის შესრულება მაინც მოახერხა. კვლავ საჩხერელთა ფორვარდი გახდა იმავე დუელის გამარჯვებული 51 წუთზე. 1-1-ზე დარჩენილმა გაბედავამ ჰეტრიკი ოდიკაძის კიდევ ერთი საგოლე გადაცემის შემდეგ შეასრულა. 72 წუთზე უპირატესობა 4 ბურთიანი გახდა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ თიმაძემ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გაბედავასა და ჯიღაურს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა და მანაც რუსთაველთა კარის ბადე მე-4-ით შეარხია. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-1 არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა. პრესტიჟის გოლის გატანა შესვლაზე შემოსულმა მიქა ბერიძემ შეძლო. შედეგი რა თქმა უნდა გაყოფილი ვარ, მაგრამ ხარისხიც იყო. მე ვთქვი, რომ ეს ამ თამაშის მოგებამ ჩვენ სტიმული მოგცა იმისთვის, რომ ვემზადოთ კარგად 21-ისთვის, ფინალისთვის და ვეცდებით, რომ ეს თამაშები რაც დარჩენილი გვაქვს ფინალამდე გამოვიყენოთ შედეგიანად. ყველაზე სუსტი თამაში იყო ეს ჩვენი წლევანდელ ჩემპიონატში ჩატარებული. ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეცდომები იყო, რომელიც გოლის ფასად ავიჯდა. თავისთავად უკმაყოფილო ვართ მთლიანობაში თამაშით და მე ულოცავ ჩიხურას დავსახურებულ გამარჯვებას. თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტორპედომ ზუგდიდს უმასპინძლა და ანგარიშით 3-1 დაამარცხა. მატჩის დებიუტში ზუგდიდი დავით კირკიტაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული დარტყმით დააწინაურა. 59 წუთზე თენგიზ ჩიკვილაძის მიერ მოწოდებულ კუთხურს დავით ხურციძის ძლიერი დარტყმა მოჰყვა 1-1. გატანილი გოლის შემდეგ ტორპედო კიდევ უფრო გააქტიურდა, რამაც შედეგიც გამოიღო. 71 წუთზე ქუთაისელები ბექა ტუღუშმა ძლიერი შორეული დარტყმით დააწინაურა. კიდევ უფრო ეფექტური გამოდგა იმავე ტუღუშის მიერ უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლი. ამ ეპიზოდში მან კარიდან გამოსულ ქვილთაიას ბურთი თავზე მოედნის ცენტრიდან გადაუგდო და საბოლოო შედეგი 3-1 დააფიქსირა.
ბოლნისის სიონმა ლანჩხუთის გურიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფნენ. გურულები კი კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის განწოვებას და მერვე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. ჭეიშვილის დარტყმული კარს მცირე მანძილით ასწდა. სამაგიეროდ თავის შანსი ხელიდან არ გაუშვეს ბოლნისელებმა. მე-16 წუთზე წამოწყებული კარგი შეტევა ადამია კახელიშვილის ლამაზად გათამაშებული კედლით და კარის აღებით დასრულდა. 30 წუთზე კახელიშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო. ადამიანს პასის შემდეგ ბოლნისელთა ნახევარმცველი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა. სიონის შეტევიდან 5 წუთში ლამაზი გოლის გატანა შეეძლოთ ლანჩხუთელებსაც. შენგელია მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, მაგრამ მერლანმა კუთხურზე მოგერიება შეძლო. მეორე ტაიმის უდიდესმა ნაწილმა სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა. მეორე გოლი ბოლნისელებმა მაინც გაიტანეს. 99 წუთზე უგულავას ზედიზედ ორჯერ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. პირველ შემთხვევაში მისი თავური პირდაპირ მეკარეს მიუვიდა ხელებში, თუმცა სტუმრებმა ბურთის ხეირიანად დამოტანა ვერ შეძლეს და უგულავამ შეცდომა რამდენიმე წამში გამოასწორა. ბოლნისმა ზედიზედ მე-7 მატჩში იმარჯვა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონმა და დინამომ ისეთი სწრაფი და აზარტული ფეხბურთი აჩვენეს, რაც მაყურებელს უყვარს და სტადიონზე იზიდავს. მეტოქეებმა მატჩის დაწყების წინ ორი ადამიანის ხსოვნას მიაგეს პატივი. მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის მამისა და ზესტაფონის მარგვეთის პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სტადიონზე წუთიერი დუმილი იყო. თავიდან უკვე დინამო გამოიყურებოდა და ანგარიშიც გახსნა. პირველია მასპინძელთა საჯარიმოში ჩისკო მოძებნა, რომელმაც სტუმრები ულამაზესი დარტყმით დააწინაურა. ზესტაფონმა წონასწორობა არანაკლებ ეფექტური გოლით აღადგინა. დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს გეწაძე თავით შეწვა და სტუმრები დაამწუხრა. 22 წუთზე კი ზესტაფონი დაწინაურდა. ბურთი საჯარიმოში კვლავ დოლიძემ ჩაკიდა. მეკარე ლორია შეცდა, მას ბურთი გრიგალაშვილმა აართვა, საბანაძემ კი კარში გაგზავნა. ტაიმის მიწურულს თბილისელებმა ანგარიში მაინც გაათანაბრეს. გორგიაშვილის შეტევას პავლოვიჩი გადაეღობა, მაგრამ ჩისკომ ბურთისთვის იბრძოლა. მარცვალაძემ კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე ტაიმი პირველის მსგავსი უხგოლიანობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მეტოქეებმა კვლავ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. მთელი თავისი ოსტატობის ჩვენება მოუხდა ლორიას, რომელმაც ამჯერად გეწაძეს აჯობა. 76 წუთზე დინამოს დაწინაურების რეალური შანსი მიეცა. მერებაშვილის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. მისი შესრულება ჩისკომ ითავა, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირმა ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა. მაყურებლისგან შეგულიანებულმა ზესტაფონმა ბოლო ძალებით შეუტია. 91 წუთზე გურული შეტევა მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს. დამატებაზე კი კაპანაძემ დინამოს კარის ბადეში არხია. სტუმრებს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ. მშვენიერი მომენტი შექმნა მარცვალაძემ, მაგრამ თავდამსხმელმა მიზანს ააცილა. დაძაბულ და ლამაზ შეხვედრაში ზესტაფონმა 3-2 გაიმარჯვა. დინამომ კი ჩემპიონობის აღნიშვნა შემდეგი ტურისთვის გადადო. დღევანდელ დღეს რა თქმა უნდა დავუმარცხეთ, მაგრამ უელსა მაინც ზესტაფონს კარგი გამარჯვება მოიპოვა. და ესეთი თამაშები რო იყოს 10 თამაში ჩემპიონატში, ჩემი აზრით ბევრად კარგი ჩემპიონატი იქნებოდა, ბევრად კარგი სანახაობრივი მატჩები იქნებოდა. გვინდოდა რომ დღეს გაგვემარჯვა, ქონდა შანსიც, უნდა გამოგვეყენებია ეს. თუმცა ფეხბურთი არის რასიზამ, ხდება მასე, არ გაიტან, უკან მიიღებ ბურთს. შეხება თამაში თვითონ ასეთი კარგი თამაში საქართველოს ჩემპიონატს დაამშვენოთ და ვისურვებდი ბევრი ასეთი კარგი თამაში ყოფილიყოს მოწინააღმდეგე და სულ როცა გამოჯობს. მოტივირებული ვიყავით რა ბიჭები სულ ყველა და ვეცადეთ ყველანაირად რომ აქიდან ჩემპიონობა არ წაეღო დინამოს და ფრეზეც მოგესალმება ჩემპიონი ხდებოდა დინამო და ყველაფერი გავაკეთეთ რომ სამი ქულა ჩვენთან დარჩენილიყო და ჩემპიონები არ გამხდარიყვნენ. ქვედა 6-ეულის აუტსაიდერები გაურკვევლობაში არიან. გავარდებიან თუ არა უმაღლესი ლიგიდან გუნდები არავინ უწყის, ხოლო ვისაც თავი ქუჩში აქვს, მათი შეხვედრები უმოტივაციოდ ტარდება. ასეთი იყო მცხეთა პარკზე გამართული შეხვედრა, სადაც ვიჯორჯიამ გორის დილას უმასპინძლა, მაგრამ უმოტივაციობა სტუმრებზე უფრო ითქმოდა. ანგარიში ვეტერინარებმა გახსნეს. ყორიფაძემ, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს, დილას კარის საჯარიმო დარტყმით აიღო. მეორე ტაიმში მიძინებული სტუმრები გამოფხიზდნენ. დილამ ანგარიში გაათანაბრა. ლომიძემ წონასწორობა ასევე საჯარიმოთი აღადგინა. მაგრამ ვიჯორჯიამ მაინც გაიმარჯვა. მატჩის მიწურულს ისევ ყორიფაძე მივარგა. მისი ჩინებული გადაცემით ლობჟაინძე მისარგებლა და ვიჯორჯიას 2-1 გაამარჯვებინა. გუნდებს განაღდებული აქვს უკვე
იცოდნენ დარჩენა უმაღლეს ლიგაში და არ იყო რა ისე თამაში როგორც უნდა ყოფილიყო რა. მე მაგალითად უკმაყოფილი ვარ, მაგრამ სამი ქულა ავიღეთ და მაგით კმაყოფილი ვარ. თამაშის ხარისხით ნამდვილად უკმაყოფილი ვარ, იმიტომ ვიცი რომ ჩემ ბიჭებს მეტი შეუძლიათ უფრო. мотивация დაკარგულია ბიჭების მოყვანა რაღაც თამაშის ხალისე რა ძალიან ძნელია და ამებმაც იჩინა რაღაცი ვაღლია ძირითადად ფეხბურთელი შედეგიც ჩანს რომ თამაში ვერ ვიგებთ დასწანა ცეთ ბურთებს უშვებთ არ გვეკვადრება ესეთი რანგის ფეხბურთელებს ესეთი უბრალო ბურთებს შეცდომები უშვებთ შედეგიც მაგრამ ვერაფერს ვერ ეთქვა ბურთს აზრი არ აქვს გახვალ მეშვიდეზე რომ მოიგო თორე და გახვალ მერვეზე რომ წააგო მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის სპარტაკმა მარტვილის მერანს უმასპინძლა. მარტვილელები უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს უშუალო კონკურენტთან მოგების შემთხვევაში ინარჩუნებდნენ, მაგრამ მასპინძლებს ვერ აჯობეს. ჩინებული მატჩი ჩაატარა ირაკლი ეხვაიამ. სპარტაკის თავდამსხმელმა მე-11 წუთზე თეიმურაზ შონიას ცხინვალე გადაცემა მიიღო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ტაიმის ბოლო წუთზე თორნიკე თუხარელმა საჯარიმოში კვლავ ეხვაია მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი 2-0 დააფიქსირა. შედეგად იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატის დებულება კიდევ ერთხელ არ შეიცვალა, მარტვილის მერანი უმაღლესი ლიგიდან ოფიციალურად გავარდა. საგოლე მომენტების რეალიზაცია, რომელიც ცხინვალმა გამოიყენა 100%-ით და ჩვენმა გუნდმა ვერ გამოვიყენეთ, ქონდა საგოლე მომენტები და შეიძლება თამაშის ვარ ფრედ დამთავრება. ასეა, უნდა გამოიყენოს საგოლე მომენტები და თუ გინდა გამარჯვება და რაღაცას მიაღწიო. მეტი არაფერი. ფაქტურად ეს თამაში იყო შედეგზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა, ყველა თამაში შედეგზე ორიენტირებული, განსაკუთრებით ეს თამაში, იმიტომ ჩვენო მოწინააღმდეგე თქვა, ზუგდიდმა წააგო თამაში, ამიტომ უკვე 7 ქულას ყოლა, მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ ყველაფერი გადაწყვეტილი, მე მგონი ზუგდიდში უფრო გადაწყდება ყველაფერი. მაშასე ასეთი იყო 39 ტური, საკმაოდ საინტერესო. ახლა კი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და უბრალოდ გამოვჩა მე თავიდან ბოდიშ გიხდით ჩვენი კოლეგები ჟურნალისტებიც არიან ჩვენთან ერთად, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში და პირველი კითხვით მე მინდა ბატონ მურთას ხურცილავას მიმართო. ბატონ მურთას, თქვენი იდეა იყო, თქვენ განაცხადეთ ღიად, რომ საჭირო იყო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა გაზრდილიყო 16-მდე და მე მინდა თქვენ კითხოთ არგუმენტი, თუ რატომ განაცხადეთ ეს ღიად. Ну, მიზეზი არის ერთი, რომ დღეს საქართველოში ჩემი შეხედულებით მასობრივი უნდა იყოს ფეხბურთი. რაც მეტი გუნდი იქნება, მით უკეთესია და ახალგაზრდები მით უმეტეს შანსი ექნებათ იმისა, რომ გამოიჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამის საშუალება ექნებათ. ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ მე რო ვთქვი იყოს 16 გუნდი. ამას სხვათა შორის პირველად კი არ ვამბობ ამას. თუ იქნება შესაძლებლობა, ჩემი აზრით, 18 გუნდი რო იყოს კიდევ უკეთესია დღეს.
ხო, მაგრამ რამდენად არის იგივე დღეს მზად საქართველოს ზოგადად 16 და 18 გუნდიან ჩემპიონატისათვის ძალიან ბევრია, ალბათ თვითონ იტყვიან მოწინააღმდეგეები ამ იდეის, ვინც არიან, რომ არ არის მოედნები საკმარისი, არ არიან ფეხბურთელები ამდენი და აი ამას როგორ უპასუხებთ? ფეხბურთელები როგორ არ არიან? აი მაინტერესებს, რატო არ არიან ფეხბურთელები? ალბათ სათანადო დონის ვინც უნდა ითამაშოს უმაღლეს ლიგაში, ნუ ეწყინება ნუ რა ვიცი. დღეს რო თამაშობენ, ყველა სათანადო დონის არის? ხო, მაგრამ ხომ არსებობს პირველი ლიგა, პირველ ლიგაში შეიძლება კლასის ამაღლება და შემდეგ დაწინაურება. არ შეიძლება ასე. პირველ ლიგაში არის უმაღლეს ლიგაში სხვა ინტერესია, პირველ ლიგაში არის სხვა ინტერესი. აი ახლა ავიღოთ, ხო არის 12 გუნდი, ხო? იმ 12 გუნდში 11 თამაშობს. განარჩენი ზიანს გამზე, ხო? იმათაც საშუალება ექნებათ რო ითამაშონ, ხო? გასაგებია, მე მინდა ისე ვეტერანებზე გადავიდეთ, ლაშა და ბატონი ოთარგაბელი არის. ბატონო ოთარ, თქვენი მოსაზრება როგორია? რამდენი გუნდიანი ჩემპიონატი უნდა იყოს საქართველოში? და პლუს ერთს დავამატებ კიდე ბატონო ოთარ, დათომ დასვა ეს კითხვა. აქ არის ძალიან ბევრი, ყოველ შემთხვევაში ზოგს მიაჩნია, რომ არ უნდა იყოს 16 გუნდიანი გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც არის, დათომ ამას ხაზი გაუსვა. აქ არ არის საუბარი მარტო იმაზე, ფეხბურთელები არიან თუ არა საქართველოში, აქ არის კიდევ რაღაც გარკვეული თემები ალბათ, რაზეც გაკეთდება აქცენტები, გადაცემის მიმდინარეობისას ეს არის იგივე ვთქვათ სტადიონებზე არსებული ვითარება, ეს იქნება უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ეხლა სხვანაირად არ გაიგოთ, ვეტერანები ერთ იდეას უჭერენ მხარს და არჩენი ჩვენ ყველა ვართ მეგობრები. ჩვენ გვინდა რომ ქართული ფეხბურთი როგორმე ცოტათი მაინც ამაღლდეს რა, იმიტომ რომ პირველი, მეორე, მესამე ჩემპიონატი რო ტარდებოდა რა, გასაგებია რომ ზოგი სტადიონი დაინგრა, მაგრამ მაშინ 20 გუნდიც იყო და უკეთესი შედეგებიც ჰქონდა, ხო? უკეთეს ფეხბურთსაც თამაშობდნენ. დღეს არ არის ის დონე. თქვენ მოიძახით რომ რა ქვია, დონე როგორ უნდა ამაღლდესო. დონე ვერასდროს ვერ ამაღლდება ჩვენთან. ეხლა ერთ მაგალი შეიძლება არასწორი მაგალითის მოყვანა მომიწიოს ახლა ამ წუთად. თქვათ, ბოლნიცის სიონი იქნება, გორის დილა იქნება, ყავს 2-3 კარგი პერსპექტიული ფეხბურთელი და ერთ წელიწადში წაიყვანა შახტიორმა. ის 60 რჩება გუნდში. ისე ვის დონე გექნება. მერე უცხოელები ჩამოყვავს, რომელიც ზიან სათადარიგოთა სკამზე. რომელ დონეზე ამაღლებს? ის ახალგაზრდა რო თამაშობთ ის ჯობია და მასობრიობა, იმიტომ არის კარგი. მეც 20 წელი ამას ვიძახეთ, რომ რა ქვია 16, 18, 20 ყავდა რა, ხო იყო 20 გუნდი. არა, ნორმალური ჩემპიონატი, გადასარევი ჩემპიონატი არ ქონია, მაგრამ დღეს რო გვაქვს იმას შედარებით ბევრად მაღალი ყო. ახლა იტყვით რომ მაშინ ფეხბურთელებიც იყვნენ. ესე იგი ფეხბურთელებშიც ყოფილა საქმე, არა? თუმცა ამას ბევრი არ ეთანხმება და ბევრი ფიქრობს რომ იმ სტადიონებზე სადაც მატჩები ტარდება არ უნდა ტარდებოდეს. მე მინდა იგივე ზესტაფონის და დინამოს ხელმძღვანელებს. მაშინაც იგივე სტადიონებზე არ ტარდებოდა ეს თამაშები? ბატონო მურთას დამატება გინდათ რაღაცის თქვენ და მე გადავიდეთ უკვე დინამოს. მაგთემაზე მინდა რა, ორიოდე სიტყვა თქვა, სად გავიზარდეთ ჩვენ ერთი მითხარი. დღეს რო პირობებია, სად იყო ასეთი პირობები ხალხო? ეს არ არის მიზეზი. სად გავიზარდეთ ჩვენ ეს ფეხბურთელები, სად იყო ასეთი მოწყობილი მოედნები? ეს არ არის მიზეზი რა. აი მე მინდა კლუბებს ვკითხოთ, ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში კითხვას დავსვათ. მიშა ხუციშვილი, ზესტაფონის სპორტული დირექტორი, თქვენ ხართ ერთ-ერთი წინააღმდეგი იმის, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდოს. დიახ, მოგესალმებით. დიახ, ამ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ 12 გუნდიანი ჩემპიონატი წელს უნდა ჩატარდეს და მომავალი წლისთვის შეიძლება უკვე ფიქრით 16 გუნდიან. ერთი რამე მინდა დავამატო, რომ სულ რაღაც 2-3 დღის წინ დამთავრდა ლიცენზირება და 40 გუნდიდან, პირველი ლიგის გუნდებიდან და უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მხოლოდ 9 გუნდმა გაიარა ლიცენზირება. ეს ყველაფერზე მეტყველებს. მიშა, ერთი მინდა კითხვა აუცილებლად. თქვენ ამბობთ, რომ თქვა დღეს არ არის ეტაპი, რამდენიმე გუნდი არის ერთ აზრზე, რომ დღეს არ არის ეს ეტაპი, მაგრამ ერთ წელიწადში ეს იქნება. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ერთ წელიწადში ჩვენ არ ვიქნებით იგივე მდგომარეობაში, ვთქვათ, და უკვე ჩვენ შეგვეძლება 16 გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება. მე ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფოდან იმ თანხებზე, რაზეც არის საუბარი, ეს დაფინანსება იქნება, ეს ერთი წელი ეყოფა მომზადებას საქართველოს ჩემპიონატი რო ჩატარდეს, მომავალ წელს 16 გუნდიანი რა. ჩემი აზრით კიდევ ერთი კლუბი მამკა მახათაძეს, ბატონ მამკა, მე მინდა თქვენ კითხოთ, თქვენი დინამოს პოზიციაც გასაგებია, დაახლოებით იგივე ალბათ რაზეც და რაც პრესაში იწერება.
ახსენა რომ პრობლემა ზუსტად იმაში არის რომ ჩვენც ასეთივე პოზიცია გვაქვს. ჩვენ არა ვარ წინააღმდეგი გუნდების რაოდენობის გაზრდის თუ ის პირობები იქნება გაუმჯობესებული და თუ ჩვენ მოახერხებთ რომ შესაბამისი დაფინანსების პირობებში მოხდება გაუმჯობესება იმ სათამაშო პირობების ინფრასტრუქტურის და იქნებით მზად იმისათვის რომ 16 გუნდი იყოს ჩვენთან ახმა ვიქნებით. და ზუსტად კიდევ ერთ ჩემი სათქმელი წეღან ახსენა რომ ლიცენზირების შედეგად გამოჩნდა რომ 16 კი არა 12 გუნდიდან ყველა ვერ ახერხებს ამას. კი ბატონო, მე მაყურებელს რატო კიდევ ერთხელ მინდა. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო რომ ჩვენ გვაქვს ინტერაქტივი, უნდა გაიზარდოს თუ არა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 2.40-95-01 დადებითი პასუხის შემთხვევაში, 2.40-95-02 უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თქვენი აზრი ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ასე რომ მიაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ჯერჯერობით გუნდების გაზრდის მომხრე ჯერ ძალიან ცოტაა ზარი, მაგრამ გუნდების გაზრდის მომხრე კი ბატონო, ძალიან ბატონო მურთას. ეხლა 12 გუნდიანო ჩემპიონატმა უკვე დაგვანახა, ხო? ასეთ საშინელი ჩემპიონატი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ამაში გეთანხმებათ ალბათ ყველა. რატომ და გავიმეოროთ ხალხო, გამაგებინეთ ერთი. მაგრამ მე დავსვავ კითხვა, სპორტული პრინციპი, გუნდები ვინც გავარდნენ უმაღლესი ლიგიდან, ეს ხომ მთელი წელი მიდიოდა, რა დააშავა იმ გუნდმა, რომელიც გავა მე-7 მე-8 ადგილზე. რა აზრი ქონდა ამ ბრძოლას, როცა მე-11 და მე-12 ადგილოსანიც დარჩება? ამ სპორტულ პრინციპს რა უყოთ, რადგანაც ფაქტია, რომ აზრი დაეკარგა ამ ჩემპიონატს და გუნდებმა ტყუილად იბრძოლეს მოსაგებად. ისევ ასეთ ჩემპიონატ უნდა ჩავატაროთ ხალხო, აი გამაგებინეთ. და იგივე ის პოზიცია თუ ერთი წლის შემდეგ გადავა, გარდამავალი პერიოდი და გავარდეს ვიღაცა და შემოვიდეს თუნდაც სხვა გუნდში. რატომ კარგავთ ერთ წელს მითხარით რა? დროს რატომ კარგავთ? თქვენ ფიქრობთ რომ ეს დაკარგული წელი იქნება, როდესაც ერთ სტადიონზე ტარდება რამდენიმე მატჩი ეროვნული ჩემპიონატის. მიხეილ მესხის სტადიონი რომ არ გარემონტებულიყო, ჩემპიონატი ვერ ჩატარდებოდა. ორი სტადიონი რომ არ იყოს. როგორ გითხრათ ეხლა კიდევ ვიმეორებ. აგერ ზიან ჩემ გვერდით, ხო? სად გაიზარდნენ ეს ხალხი? გასაგებია, მაგრამ ბატონ მურთაზ არის რაღაც სტანდარტები იგივე UEFA-სგან და მაგერ აღნიშნეს კლუბების წარმომადგენლები ლიცენზირება არსებობს რაღაცა სტანდარტი, რომელსაც გუნდი ვერ გადის. აი დღეს ვერ გადის უმაღლესი ლიგის ძალიან ბევრი გუნდი. ლიცენზირება ამ 12 გუნდიდან დღეს რამდენს აქვს? ეხავე გეტყვით 6 გუნდს აქვს და მე შემიძლია ჩამოგითვალოთ დინამო, ზესტაფონი, სიონი, ჩიხურა, ეს არის რომელსაც UEFA-ს ლიცენზიაც გააჩნია და ვიჯორჯია და სპარტაკი პლუს ამას დაუმატოთ პირველი ლიგის 3 გუნდი, კოლხეთი, შუქურა და გაგრა. 9 გუნდი. 9 გუნდს აქვს. მითამაშო 9 გუნდიანი ბაშენ, სხვა არ აქვს ლიცენზია. რატო არა ტორპედოს და დილას იგივე მეტალურგს ჩემთვის ძალიან ცოტა უცნაურია. ბატონი დავით უგრელიძე არის კიდევ ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ბატონი. მე გიორგი დემეტრაძეს უნდა რაღაც თქვა. აქ დროის დაკარგვაზე იყო ლაპარაკი, რატო დავკარგოთ 1 წელიო. მე ვფიქრობ 1 წელი კი არა, ჩვენ უკვე დავკარგეთ 24 წელი რა, რაც დამოუკიდებელი 1 წუთით, ბალათ მე გისმენდით ხო ყველას. ვაცადოთ ერთმანეთს 24 წელი არის დაკარგული ქართული ფეხბურთი, დამოუკიდებელი რაც არის ქართული ფეხბურთი 24 წელი არის დაკარგული. ფაქტიურად უკან და უკან მიდის მთელი ჩემპიონატი. ეხლა მე რაღაც აბსურდის თეატრს უყურებ აქ რა. 12 გუნდი შენახვა არის ძნელი დღესდღეობით, ხო? 16 გუნდი საიდან უნდა შევინახოთ? არის უპრეცედენტო შემთხვევა 24 წლის განმავლობაში სახელმწიფო წამოვიდა იმ პირობაზე, რომ შექმნილიყო სახელმწიფო კომისია და დადებულიყო პროგრამა, რომელი პროგრამის მიხედვითაც იმუშავებდა მთელი საფეხბურთო სამყარო და მივიდოდით ბოლო წერტილამდე, რასაც ქვია ჩვენი ნაკრების გამარჯვება და ჩვენი გუნდების გამარჯვება, ხო? ისევ პირამიდის წვერიდან ვიწყებთ, ჩვენთვის გაუგებარია რა, ნაკრებიც და ეროვნული ჩემპიონატის. არის საფეხბურთო პირამიდის წვერი. ვერ გაიგავს ამ ხალხმა და პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციამ, რომ არ შეიძლება სახლის შენება სახურავიდან, ხო? რატო უნდა იყოს დღეს პირველი პრობლემა წამოჭრილი 16 გუნდი იყოს თუ 12 გუნდი? რატო არ საუბრობ დღეს ბავშვთა ფეხბურთზე? რატო არ უნდა მიმართოთ ეს თანხები ბავშვთა ფეხბურთისკენ? აქ უმაღლესი ლიგის გუნდებია, ხო? მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი რომ ბაზის გარეშე პროფესიონალი ფეხბურთელის მომზადება წარმოუდგენელია. სულ ყველა დამეთანხმებიან ვისაკა. რატო არ არის, რომ ყველა 12-ვე გუნდს სახელმწიფომ გაუკეთოს ბაზები? ამაზე რატო არ არის საუბარი? არა, ამას ჩადებულია ბატონ, ეხლა გეტყვით რომ ის პროექტი რაც ფეხბურთის ფედერაციას აქვს, იქ არის სახელმწიფოს დახმარებით რაც უნდა მოვიდეს, რომ გასაგებია, მაგრამ არის ამას ჩადებული, ხო?
ბატონო, მე მეჩვენება რომ ეს პრობლემა არის ხელოვნურად წამოწეული და ვიღაცის კერძო ინტერესებს ემსახურება. ეხლა ნომერ პირველი პრობლემა დღესდღეობით ნამდვილად არ არის, რომ 16 გუნდზე გავიდეთ. ფეხბურთის ფედერაციამ უამრავი თანხები გადაყარა. მოდი ესე ვთქვათ რა. იგივე სანაკრებო პროექტი. როგორ შეიძლება ნაკრებზე და ნაკრების ნორზე 12 მილიონი ნახევარი გადავაგდოთ 6 წელიწადში. მოდი მაშინ დავაკონკრეტოთ, ბატონ დავით, რაში გადაყარა რა? ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა პროექტი ასაკობრივი ნაკრებების, სწორია? გავაჩეროთ ასაკობრივი ნაკრებებზე არ გადავდივართ, დავიწყოთ ნაკრების ნელზე 12 მილიონი ნახევარი გადაიყარა, შედეგი 0. ბოლოდან მეორე ადგილი, სწორია? ამ ნაკრების მწვრთნელს მთელი საქართველოს დასუკრავდა, როცა ნიშნავდნენ. როდესაც შეიქმნა პრობლემები და დადგა მწვრთნელის განთავისუფლებული საკითხი, მაშინ რატო არ მოხდა მისი ჩანაცვლება და უფრო იაფასიანი მწვრთნელის შემოყვანა და საქართველოში ცოტაა და იაფასიან მწვრთნელს რო უარეს შედეგი ქონოდა იმაზე რა იქნებოდა. არა, მაშინ ისიც უნდა გაგვეშვა თუ როგორ არის. არა, 6 წელი ვერ გავიგე, ახლა 6 წელი უნდა 12 მილიონი ნახევარი უნდა გადავყარო. 12 მილიონით რამდენი საქმის გაკეთება შეიძლება? ძალიან ბევრი. მე რატო არ ვაკეთებთ? რატო ქართველი მწვრთნელი რო დაგვეყენებია, რომელიც წარმატებულია დღეს კლუბებში, რომელიც მუშაობენ, ნაკლები შედეგი ექნებოდათ იმათ? 5 გუნდში მე-4 ყოველთვის ქართველი მწვრთნელს უკეთესი შედეგი ჰქონდა, თქვათ, ჩივაძიდან დაწყებული, ხო? ვოვაგუცეის დამთავრებული. ყველას უკეთესი შედეგი ჰქონდა, როდის იყოს და ანაზღაურება რამდენი ჰქონდა მათ? ანუ მე იქეთ მივდივარ, ბატონოლაშა, იქეთ მივდივარ, გავისროლეთ 12 მილიონი, ეხლა გვინდა 4 გუნდის დამატებით, კიდე გავისროლოთ მილიონები. მოდი შევაჩეროთ ეს თემა, საერთოდ არ არის ამაზე ლაპარაკი, 12 გუნდს მივხედოთ, დავაყენოთ ეს 12 გუნდი ფეხზე, მივხედოთ კლუბებს, ბაზები გავუკეთოთ, შევიდეთ რეგიონებში პროგრამებით, სპეციალური პროგრამებით, როგორც წამოგვყარია რეგიონები. არა, საერთოდ, მაგრამ ამ პროგრამაში ის ბაზები დევს და ჩვენ ამაზე თვითონ გვეთქვიან ბაზები დევს დამატებითი ხარჯები სახელმწიფოსთვის, ამდენი ხო შეიძლება რომ რაღაცა ჩანაცვლეს და გაკეთდეს 16 კი ბატონო, უბრალოდ გასაგებია აქ ყველა მხარეს მიეცემა აზრის გამოთქმის საშუალებას და მე მინდა უფრო ლაკონურები ვიყოთ და უფრო კონკრეტულად გამოთქვათ. ბატონ ლევან ნოდიას მიაწოდეთ და იქამდე გიორგი დემეტრაძე. მე მაგალითად მომხრევა რომ 16 გუნდი იყოს, იმიტომ რომ იქ თუ სახელმწიფო დაგვაფინანსებს დაუშვათ, იქ რეგიონებში განვითარდება, იქ ყველა გუნდს ეყოლება 5 ასაკობრივი გუნდი. ხო, აქ არის ეს პროექტი და ამას ალბათ ბატონი ვისაუბრებს. 4000 ფეხბურთელს, ამათ უკან დგას 4000 ოჯახი. ყველა თამაშზე იქნება 20000 მოგება. ეს დაახლოებით 10 თამაში თუ მოიგე, იქნება 200000. ამაზე კაი მეტი ახლა იქნება რეგიონებში განვითარდება ფეხბურთი. დაუშვათ იქ სამტრედია შემოდის, ბათუმი შემოდის, ქობულეთი შემოდის, იქ ფოთის კოლხეთია. უფრო მეტ ამას გულისხმობ. რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტ რეგიონში გეოგრაფია კარგია, მაგრამ სპორტული პრინციპი სპორტული პრინციპი არ დაირღვება ხო შეიძლება მე გავარდეს იმ რეგიონიდან გუნდი და ერთი და იგივე რეგიონიდან დაემატოს. აქ ხა მაშინ უნდა იყოს ჩვენ რეგიონებში განვითარდება უფრო ფეხბურთი. იქ წერია ბავშვთა ფეხბურთი დაუშვათ. ბავშვები არ გადაიხდიან ფულს და ხო არის ჯერ არის 5 ასაკობრივი გუნდი აუცილებელი, შემდეგ 9-მდე უნდა გაიზარდოს. იქ მწვრთნელებს ექნება საკმაოდ სოლიდური ხელფასები და ბავშვები ფულს არ გადაიხდიან და ეს გახდება მასობრივი. ყველა რეგიონში იქნება ფეხბურთი და ხა ამაზე კაი მეტი ხა რა ვიცი, კაი პროგრამაა და მეტი ხა კი ბატონო ლევან. ლადოს მიაწოდეთ, ბატონ ლევან გისმენთ. ლევანოდია მე ვიზიარებ ჩემ მეგობრების და პროფესიონალების მიკროფონში აზრს, იმიტომ რომ მასობრივი ფეხბურთი თუ გვინდა, მე ვერ გავიგე აქ რაზე საუბრობენ, ფული გადავყაროთ. თუ 16 გუნდი იქნება, მაგ ფულს რას უშლის ვერ გავიგე. ჩვენ ყველას გვინდა რომ ის ბავშვთა ფეხბურთიდან წამოვიდნენ ბავშვები და ითამაშონ ფეხბურთი და აქ ფეხბურთელები ზიან, რომელიც 16 წლიდან დაიწყეს უმაღლეს ლიგაში თამაში ფეხბურთს. თუ ფეხბურთელი გამოჩნდება და რაც მეტი იქნება დაფინანსება, თუ სახელმწიფო ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ გუნდები განვითარდეს, ისა რა ერთი წლის დაცდა რასვაში აქ. დავიწყოთ დღესვე გადადგათ ის ნაბიჯი, რომ იმ ახალგაზრდებს გზა გაუხსნან. არ შეიძლება რომ 8 წელიწადი ერთ და იგივე ფეხბურთელმა ითამაშოს, ხალხსაც წინდება და წარმოიდგინეთ ახლა 4ჯერ ერთი და იგივე გუნდს რო ეთამაშები, მე ხა ერევანში მუშაობდი და 8 გუნდიანი ჩემპიონატი იყო, ერთმანეთს ვერ იტანდა იქ ხალხი. კი, სომხებს აქვთ ისეთი მიდგომა, რომ კარგ ჩემპიონატს ატარებენ სხვათა შორის, მაგრამ ძალიან რთულია რომ ერთი და იგივე გუნდს ეთამაშო 4ჯერ. თუმცა მოდი არა რეკლამიზმობა შაბ დღეს 16 გუნდი გარო თუ იქნება საშუალება და გვერდში და რასვაშია მოედანი და იქ ფეხი გადაუბრუნდება და გადმოუბრუნდება. ფეხი თუ უნდა გადაუბრუნდეს, არც უნდა ითამაშოს ამ ფეხბურთს. ეს მერე ეს გამოძახილს პოვებს საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც რაღაცა პირობებს ვადარებთ და რაღაცა ინფრასტრუქტურაზე არის საუბარი, შემდეგ არის რეკლამის დროა, გიორგი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და ყველას ისევ მოგეცემათ საშუალება.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რეკლამის დროს საკმაოდ საინტერესო საუბრები იყო სტუდიაში. ჩვენ ამ თემებზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და უფრო განვავრცოთ. მე და აქვე გეტყვით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ინტერაქტივის ნომერს. თუმცა იქამდე კითხვას უნდა გაიზარდოს თუ არა საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 2.40-95-01 დადებითი პასუხის შემთხვევაში, 2.40-95-02 უარყოფითი პასუხის შემთხვევაში და 82-18-ზე ნაწილდება 82%, 18%-ზე 82% დადებითი პასუხი აქვს გაცემული. გიორგი დემეტრაძის სურს რაღაცის დამატება და შემდეგ ლადო აქ გამოიჭრა პრობლემა სტადიონებზე და რავი ხა მე სადაც გვითამაშიათ კატასტროფული სტადიონი ვერც ვნახე და აქ ზოგმა ხელოვნურზე ვერ ვითამაშებთო მძიმეაო. ჩვენ კი არა, მოსკოვის სპარტაკს აქვს 150 მილიონი ბიუჯეტი და მოსკოვის 4 გუნდი თამაშობს ხელოვნურზე ხა. დიდი ამბავი რომ აქ ორმა სამა კლუბმა ხელოვნურზე ითამაშო. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მინდა უნდა მეთქვა. კი ბატონო. თვითონ კლუბებიდან მოდის ეს თემა თორემ მიდი ლადო მიკროფონში გარეშე ვერ გაიგებ. არის მის ხმა. მოგესალმებით 2 წუთი თუ იქნება მე მინდა რომ თავიდან დავიწყო. მოდით ყველა შევთანხმდეთ იქიდან რომ თუ თავრობა არ ჩაერია და დახმარება არ გამოიყო, ზედმეტია 12-ზე, 16-ზე თუ დაჟე 10-ზე ან 8-ზე. ეს მე მინდა რომ მაყურებელ ჩვენ ახლა ვზივარ და ესეთი შეხვედრები ყოველ მეორე დღეს არის. ჩვენ ერთმანეთს უკვე კარგი გაგებით მოუბედეთ უკვე ყოველ დღე ამ თემაზე ლაპარაკით. მაგრამ ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმის რომ ხალხმა გაიგოს თუ რას აპირებს ქართული ფეხბურთის დიდი ოჯახი. ამისთვის არის ეს აქედან გამომდინარე რომ ჩვენ ხალხს კარგად გადავცეთ და სწორედ მიუტანოთ ის მესიჯები, რაც შეიძლება რომ გაკეთდეს ქართული ფეხბურთის, მოდი თავიდან დავიწყოთ. თუ მთავრობა დაგვეხმარება და აქ არავითარ სპეკულაციას არ აქვს ადგილი, თუ მთავრობა დაგვეხმარება, სიტყვაზე მოვიტანოთ რაღაცა თანხა, ხო შეიძლება ვთქვათ. დავასახელოთ თანხას, უბრალოდ ვიძახი, ვთქვათ 30 მილიონი, სადღაც სიტყვაზე ვიძახი. თუ მთავრობა რაღაცას გადაწყვიტავს, რაღაცა თანხა გამოუყოს ქართულ ფეხბურთს. აქედან გამომდინარე, თვლით არის ეს ყველაფერი და თუ ის 12 გუნდი კეთილი იქნება საქართველოს კეთილდღეობისთვის, რაც გიორგიმ თქვა და ის 12-ის მაგივრად, თუ თქვათ 30 მილიონზე უწევს 1.5 მილიონი თითო გუნდს. ესე დავთვალოთ რა, ხალხმა გაიგოს, რაზეა ლაპარაკი და ვინმეს არ ეგონოსო ვიღაცას ეს ფული წაღება უნდა სადღაც და ვიღაცა რაღაცის სპეკულირებს. თუ 1.5 მილიონი არის 12 გუნდზე, 16 გუნდი რო გახდეს და მოიკლოს ყველამ კეთილი ინებოს და 200-200 მოიკლოს და 1.3 გახდეს თითო გუნდზე და ყველა იმაში ჩაიდოს ეს პროექტი რომ ბაზა პირველ წელიწადს, სტადიონი თქვათ მეორე წელიწადს, სკოლა, ეს ან პირიქით, არ ვიცი, შეიცვალოს ეს. ხო, ზოგს ერთი აქვს, ზოგს მეორე აქვს. ვიღაცამ დაამატოს და ყოველ წელიწად 5 წლის მანძილზე თითო რაღაცა დაემატოს. რომელი ჯობია მაშინ მე კითხვასვავ, 12 გუნდს ქონეს ყველაფერი ინფრასტრუქტურა 5 წლის მერე თუ 16 გუნდს. მე მგონი ყველაფერი თვლით არის. სულ რაღაც 200.000-ია ლაპარაკი. თუ მე არ ვიძახი ილუზიებში არ მივდივარ. თუ მთავრობამ გადაწყვიტა და ესეთი პრეცედენტი არასდროს არ მოხდარა და გამოვიდა ჩვენი პრემიერი და ქართულ ფეხბურთს მიეხედება, რო თქვა, ეს იყო ძალიან დიდი მესიჯი, პირველი მესიჯი საქართველოს ისტორიაში, რომ ქართულ ფეხბურთს უნდა მიეხედოს და ამისთვის უკვე დიდი მადლობლები ვართ. მაგრამ მოდით რა ხალხო ერთმანეთს ნუ დავჭამთ. ვიღაცამ ზუსტად არ ვიძახეთ. ჩვენ მთავრობას კი არ ვთხოვთ რომ რახან 16 გუნდია, ფული დაგვიმატე და 35 მილიონი რასაც გვაძლევ, ის მოვიკლოთ ყველა კლუბმა. ცოტა რომ 16 გახდეს და 12 ქალაქის მაგივრად 16 ქალაქს ქონდეს ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებული. აი ამაზეა ლაპარაკი და აქედან უნდა დავიწყოთ. არავინ არ ლაპარაკობს პირამიდიდან. დასაწყებია ბავშვთა სკოლა, გეთანხმებით. ბოლნიში არაფერი არ მაქვს. არც ბავშვთა სკოლა არ არის, არც ბაზა არ არის, არც ის არის სავარჯიშო პირობები და ყოველ წელიწადს ეს თანხა თუ იქნება გარანტირებული, იქ ყველაფერს მოიკლებს. პირველ წელიწადს მოედანი დაიგება, მეორე წელიწადს ბაზა აშენდება, სკოლა დაემატება, თქვათ იქ სასტუმროს ტიპის რაღაც რო დარჩეს და აქედან გამომდინარე ეს პროგრამა რო დამთავრდება და ბოლნის მე ხა ჩემ კლუბზე ვლაპარაკობ, ესე ყველა კლუბის წამომეშველება 5 წლის მერე როცა ეს მთავრობა დაამთავრებს ამ ფულის მოცემას, უკვე უფრო ადვილი იქნება ამ 5 წლის განმავლობაში იშოვო, თქვათ, სპონსორი, როცა მე დღეს როგორ ველაპარაკო, როცა ბოლნის არაფერი არ აქვს. ვინ მოვა ცარიელ მიწაზე, ხო, ერთი სახელი იყიდოს, არ არის. რა თქმა უნდა, წავა დინამო თბილისი იყიდეს, თქვათ, სიტყვაზე ვიძახი, უფრო დიდი ფულის პატრონი, ვიდრე გაღატაკებულ ბოლნის. და 5 წლის მერე 16-ს ექნება 12-ის მაგეროთ. აი ამაზე ვლაპარაკობ და ჩვენი შვილები უფრო კარგად წამოვლენ, უფრო მეტი დასაქმება იქნება 4000-ით მეტი ხალხი დასაქმდება და უფრო 4000-ით მეტი ოჯახი გაიხარებს. აი ამაზეა ლაპარაკი და აი ეს პოპულარიზაცია აუცილებელი. დიდი მადლობა ცოტა რომ ემოციით ვლაპარაკობთ. ბატონო ფაქტიურად ჩემი სათხმელი თქვა ლადომ და პატარა რაღაც მინდა დავამატო ამ სათხმელს. ის თანხა რომელიც იყოფა პირდაპირ ფეხბურთისთვის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების და იქ მითითებულია რომ ადგილობრივმა ბიუჯეტებმა
ინფრასტრუქტურისთვის ცალკე დახმარება გაუწიოს და ადგილობრივ ადგილობრივი დაეხმარება მაინც. ადგილობრივი რაც ადრეა და რაც გამოყოფილი იმ თანხით, ესე იგი და ის გაკეთდება სულ ყველაფერი და კიდევ ერთ რაღაცას დავუმატებ ლადოს ნათქვამს, რომ არა 16 გუნდი. ერთ წლის მერე 2 გუნდი ხო გავარდება. ის ორი რო შემოვა, ვინც შემოვა, ი2 გუნდის სიკეთე გაკეთდება. კიდევ რაღაც რომ მოხდება თანდათან. ფეხბურთი განვითარდება და უფრო წინ წავა და ფეხბურთი უნდა იყოს მასობრივი. უნდა იყოს 16 გუნდიანი. არ შეიძლება რომ ისე გავიზარდოთ, ისე წავიდეთ წინ. თუ ასე პატარ-პატარა რაღაცას ჩაიჩოჩება. შემდეგ რომ ბატონებას რა მინდა თქვა, რომ მოხდეს ისე რომ თქვა აი როგორც 12 გუნდიდან თქვა ავედით 16 გუნდამდე, მერე მოხდეს უკვე კიდევ უფრო ზრდა 18 ან 20 გუნდიანი. ხო შეიძლება ანალოგიური თუ კი შემდეგ ნელა-ნელა მოხდება ყველაფერი ეს და თუ გაკეთდება შეიძლება მოხდეს და რაც მეტი იქნება და რაც უფრო დიდი 16-დან 18 ეს იდეალური ვარიანტია. კი ბატონო, ლადო, გასაგებია. ლადო დაამატე და ერთ სიტყვას დავამატებ. მოდით ისე იმაზე დაუბრუნდეთ. თუ ვიწყებთ საფუძვლიდან აშენებას, ხოჯობია 16 ქალაქი აშენდეს ვიდრე 12. თავიდანვე ვიწყებთ. ხო უფრო წინ ვიქნებით ერთინაბიჯით რომ ჩვენ არ ვიძახით რომ ზედმეტი პული დავიწყეთ. გავიგე. ლადო, გასაგებია. იგივეს ვიძახით ამ შემთხვევაში. 12 10 დავიკლოთ ამ 12-მა გუნდმა. ცოტა და დავეხმაროთ სამტრედიას, ბათუმს, ქობულეთს და ფოთს. რა იქნება უფრო 16 გუნდი ერთ პირობებში ჩავაყენოთ. გასაგებია. გიორგი იგივე. ბატონი ფრიდონი იჯე, რომელიც საკუთარ ფულს ხარჯავს ამდენი წელია და თქვენი მოსაზრება უფრო განსხვავებული უნდა იყოს ამ შემთხვევაში. აქამდე თქვენ მოხვედით ისე რომ მხოლოდ თქვენ აფინანსებდით გუნდს. დიახ, ნამდვილად იქნება ჩემი მოსაზრება ცოტა განსხვავებული, იმიტომ რომ ჯერ ერთი მე ვისურვებდი ამ შეხვედრაზე აქ დღეს ყოფილიყო სპორტის მინისტრი. ჩაგვერთვება აუცილებლად. და აქ ყოფილიყო, იმიტომ რომ აქ შეგვძლებოდა ჩვენ კითხვები დაგვესვა. ასევე კარგი იქნებოდა. თქვენ გექნებათ საშუალება უბრალოდ ის ცოტა განსხვავებული და მე ახლა რატომ ვამბობ ამას? სპორტის მინისტრი, რომელიც უკვე თითქმის 2 წელია და ფეხბურთის ფედერაციაში მე არ მინახავს. ყრილობიდან დაწყებული. სპორტის მინისტრი ფეხბურთის ფედერაციაში არ გვინახავ ჩვენ. არ ვიცი ვის ეჯიბრება, მე მეჯიბრება, ვინმე ეჯიბრება, თუ რა ვერ გავიგე მე. და კარგი იქნებოდა აქ პირისპირ თქვენთან კიდე ერთი ორი სკამი ყოფილიყო და ყოფილიყო პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციის და მინისტრი. და არა ის სადღაც გამოკეტილი იმაში, არ ვიცი სად იქნება. ჩვენ უბრალოდ ესეთი ფორმატი ვარჩიეთ. ეს ერთი მე რამე გამარტო აქ მინისტრის და პრეზიდენტის ბრალეულობა არ არის. უბრალოდ ჩვენ ავირჩიეთ ესეთი ფორმატი, რომ ჩართვის რეჟიმში ყოფილიყო ბატონ ლევანის და ბატონი ზვიადი. ისინი დაგეთანხმდნენ, ხო? არა, ნუ ასე მოხდა, მაგრამ კიდევ რაღაცა მინდა გაუსვა ხაზი. კი ბატონო. აი დღეს არ არიან აქ ზუსტად ის ხალხი, რომელიც არის რომ იყოს მაინც და მაინც 12 ან 10 გუნდი. ეს არის თბილისის დინამოს პირველი პირი არ არის და ზესტაფონის პირველი პირი არ არის. არ არის მინისტრი, აი სამი ეს ძირითადი პიროვნებები არიან, რომელიც ეწინააღმდეგება ამას. ეწინააღმდეგებიან ესენი უმაღლესი ლიგის უმრავლესობის, პირველი ლიგის უმრავლესობის რომ იყოს 16 გუნდი. ისინი პირდაპირ ყველაფერი ეს აყალმაყალი დაწყებული არის მინისტრისგან. დანარჩენი არ ვიცი მე როგორ არის ეს, მაგრამ თითქმის ამას დამატებული ეს ხო გადაწყვეტილება ხო არის აქ მიღებული პირველი ლიგის და უმაღლესი ლიგის უმრავლესობის, რომ იყოს 16, რადგანაც ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. არიღებენ მხედველობაში ფეხბურთის ფედერაციის პროექტს, რომელიც ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია საკმაოდ არგუმენტირებულია, რომ იყოს 16 გუნდი. კარგი, ფეხბურთის ფედერაციაში, არა და არა. მაგრამ ხო უნდა გავითვალისწინოთ იმ ლეგენდების, ფეხბურთის ლეგენდების აზრი, მოსასრება, მოთხოვნა, როგორიც არიან. ეხლა ცხონებული დავით ყიფიანი რო ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ იმაში, ის იქნებოდა იმ სიაში, რომელსაც ეხლა მე ჩამოვთვლი და რომელიც მხარს უჭერს, რომ იყოს 16 გუნდი. ესენი არიან მურთას ხურცილავა, ბატონი ნოდია, ჩელებაძე, გაბელია, ძოძუაშვილი, ჩივაძე, ყალა და საინტერესო რა არის კიდევ? მინისტრი ჭკუას ასწავლის ვიცე-პრემიერს. და მე ყალაძეს ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის არის ერთ-ერთი წარმატებული და ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი თავისი
თავისი მონაცემები საქართველოს ასეთი დონის, ასეთი საერთაშორისო მასშტაბის არ ყოლია ჩვენ. კი ბატონ ფრიდონ ჩვენ არ ყოლია და კიდე ამასთან ბოლოს დავამთავრებ იმას, რომ ეხლა კალაზემ აი თანამდებობა რო დაიკავა იმითი მე არ გამოვდივი მის ადვოკატად, მაგრამ მე უნდა გითხრათ, მაგრამ მოიპოვა თავისი ადგილი, თავისი ცოდნით, შრომით, ერთგულებით და გაკეთებული საქმით. რასაც მე ვერ ვერთხი ჩვენს მინისტრზე. კარგი, ბატონ ლევან, საგვერთვება ხა მინისტრი შეიძლება იმისი დატო იმისი ყიფიანის სიყვარულით. გააკეთოს საქმე, მაგას წინა აქვს კიდე საქმეს გაკეთოს. ბატონო, მე შანსი აქვს კიდე გააკეთოს რამე. კარგი, თოდნა მოგვიანებით ჩვენ ბატონ ლევან, კი, უბრალოდ მინდა ბატონ ფრიდონს უთხრა, რომ ჩაგვერთვება ბატონ ლევანი და ერთს დავამატებდი, ეხლა ალბათ სამწუთიანი რეკლამის ფასი კი არის, რასაც ვლაპარაკობთ ამ. ერთს დავამატებდი. კი ბატონო. თუ ამ ჯგუფმა ეს რამოდენიმე კაცია, თუ ეს გაიტანებს და იქნება 12 გუნდიანი, რას მივიღებთ ჩვენ, რას წააგებს? ესე იგი ისინი მიდიან ფეხბურთის გულშემატკივრების წინააღმდეგ აბაშაში, მარტვიში, ქუთაისში, სამტრედიაში, ქობულეთში. ეს არის ასობით 1000 ქართველი გულშემატკივრები, რომლებსაც ის ართმევს უფლებას თავისი თვალით ნახოს თამაშები ამ ქალაქებში ფეხბურთის ყველაზე საუკეთესო გუნდების და კიდევ ერთი აი აქ ითქვა იმაზე სამუშაო ადგილებზე დავით ერთ წუთი სამუშაო ადგილებზე საქმე რაშია ეხლა აქვს ბატონ მინის ისეთი შესაძლებლობა რომელიც მას არასდროს არ ექნება დაახსახოს 600 კაცი წელსვე ეს არის 600 ოჯახი 1800 კაცი მაინც ათეთი შესაძლებლობა მაგას აქვს პირველად არც ერთ მინისტრს აქვს ასეთი შესაძლებლობა მე ბიზნესმენი კაცი ვარ და ვიცი 600 სამუშაო ადგილი წელსვე ეხლავე ეს არის უდიდესი რაღაცა ეხლა პოლიტიკაცაა შენ მიდიხარ მთელი ასობით ფეხბურთის მოყვარლების წინააღმდეგ რომ არაფერი არ თქვას პრინციპებზე მე ვილაპარაკოთ მე კითხავს ბატონო ერთ რაღაცას მე მინდა კითხოთ ერთი რამე სპორტული პრინციპების დარღვევაზე დრო გვაქვს ბატონო მე მინდა თქვენ კითხოთ თქვენ აფინანსებთ კლუბს თუ არ დაემატა გუნდები თქვენ გავარდნილი ხართ უკვე მერანი გააგრძელებთ თუ არა კლუბის დაფინანსებას აი არ ვიცი მე ახლა საქმე იმაში გახლავთ როცა მე ჩავიბარე 2006 წელს გუნდი არც მიფიქრია მე რომ მე უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი და მილიონები ჩავდე ამაში ამ ხნის განმავლობაში 8 წლის განმავლობაში ერთი ფეხბურთელიც არ გაგვიყიდია ეს რას ნიშნავს ეს რაღაცა ბიზნესისიც კი არ გავაკეთე აი მინდოდა რომ გაეხარათ იმ გულშემატკივრებს ეხლა აი ასეთები შეიძლება ნუ არიან ადამიანები რომელიც ამას აკეთებენ მე ეს გავაკეთე მე ასევე შემიძლია წელსვე არ არის ჩემთვის პრობლემა ვიქნები უმაღლესში თუ არა მე როცა მოვედი პირველ ლიგაში არც მიფიქრია მე კიდევ ვამბობ ხოლო აი ეხლა მე შემიძლია ეს საერთოდ დავშალო სხვა სპორტს მოვკიდო ხელი მაგრამ ეგ საქმე მე მიყვარს გასაგებია ლაშა ჩვენს კოლეგებსაც კი გადაეცით ხო და გადაეცით და მე მოგესალმებით მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის მე პირდაპირ ვიტყვი რა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია გუნდების გაზრდაზე საუბარი რა რაღაცა ისე გამოდის რომ ეხლა თქვას არავის არ ვარიგებ კიდევ სხვა რეალობაში ცხოვრობ ჯერ სპორტული პრინციპის დარღვევა 2011 წელს კარგად მახსოვს რა იგივე ხალხი იყო ინიციატივაც იყო რომ გავზარდოთ გუნდები 12-მდე გეოგრაფია გაიზრდება ეს გაიზარდა გეოგრაფია დავიდა შატილის და იმის ბასაზე თამაშების ჩატარება რაც გეოგრაფია გადა მაშინდელმა ნუ სპორტის დეპარტამენტის ის როგორ მეთქვი დებულებას რატო არ ყო და ეგეთ პასუხი ეგეთები დაგვირღვევია ჩვენ მილიონს დებთ ფეხბურთში და იმას ვაკეთებ ეხლა წამოვიდა იგივე საუბარი მოდის კაც თქვა კაი ხალხო საპირფარო შვეები და ეს არ არის სტადიონზე ელემენტარული ხის ტაბლოები არ არის ამ ზამთარში იძახდით ვიშლებითო გუნდებიო სახელმწიფომ თუ არ დაგვეხმარაო და არის ეხლა 16-ზეა რომელ მასობრიობაზეა საუბარი მასობრიობა ეხლა ბატონ მურთას თქვენი მესმის მაგრამ იწყებოდა საბჭოთა კავშირის დროს მეც ვარ მოსწრებული ტყავის ბურთიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხლა A კლასი და B კლასი იყო საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში რომელი მასობრიობაზე იყო ეგ საუბარი რა
მე ვინა ხო და მასობრიობა უნდა დაიწყოს იქიდან ბავშვთა ფეხბურთელი რაიონების პირველობიდან ამით ახლა ბევრი არ გეწყინოთ რა სტადიონებზე არ დადიხართ საერთოდ და რა პირობებია იქ და 22 დეკემბერში -10 გრადუსი როა გორში და იმაში რა ქვია და პრესლოჟა რო არ არის და არაფერი პირობა რო არ არის და ეხლა ეგ ჯდომა იქიდან კაბინეტიდან ლაპარაკი ადვილია რა 6 ჯერ ეს ერთი სახელმწიფოს პოზიციაც არის ეხლა რომ აქ სახელმწიფოს იმის რესურსი ან სურვილი სიტყვაზე რომ კი თქვენი პროექტია გასაგებია რომ ამდენი მილიონი მინდა ამდენი აღარჯობია შესთავაზოთ იმ სახელმწიფოს იმ მუნიციპალიტეტს თუ იმას ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსოს რასაც გაწდება და მე მოვიდეს ის რა ქვია ბიზნესმენი იქნება თუ ინვესტორი თუ ვინც იქნება ვერ გამიგია ხალხს კერძო კლუბები აქვს იძახის მილიონებს ხარჯაო და მე სახელმწიფოს თხოვენ სტადიონი აგვიშენეო თუ კერძოა კერძო იყოს თუ არა და ეხლა დანია ცხოვრების დონით შედის მსოფლიოში 3-ეულში ყოველ წელს და იმ რეიტინგს არცილდება 10 გუნდიან ჩემპიონატს ატარებს ეხლა ხორვატიაზე მეტი ტრადიცია გვაქვს მაგაზე მეტი მიღწევა გვაქვს 10 გუნდიანი ჩემპიონატია ერთ აზერბაიჯანული ბოლო ჰაფიზ მამედოვი როა ბაქის მეპატრონი არის მადრიდის ატლეტიკოს ერთ-ერთი მეწილე ერთ აზერბაიჯანულ კლუბს იმდენი ბიუჯეტი აქვს სულ რო შეკრიბოთ მთელი საქართველოს ყველა ლიგის ბიუჯეტი იქამდე ვერ ახლა და 16 გუნდიდან დაიწყეს და 10 გუნდზე ჩამოვიდნენ ახლა და არ არის რა ახლა ეს ყველაფერი საუბარი მე მაგონებს სულ იწყება ხოლმე წინა საარჩევნო პერიოდების დროს რა იმიტომ რომ არ ვიცი ახლა შეიძლება ვიღაცას ფედერაციის კანდიდატია თუ ვინ არის, რაც მეტი სუბიექტია, მით მეტი გარანტირებული ხმა აქვს რა. ესე გამოდის. გასაგებია ლაშა ხო, გასაგებია შენი პოზიცია. გია ტუხაშვილი კიდე ერთი ჩვენი კოლეგა ლელოდან გია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. არა, ერთი წამი, ნუ ვიდავებთ უბრალოდ რა, მოусმინოთ. მიკროფონში თუ შეიძლება არის მის აზრი არა აქვს ისე გია გისმენ. და მე ჩავთოთ ბატონი ლევანი ჩავთოთ გველოდება დიდხანს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მინდა პირველ რიგში დავადასტურო, რომ მხოლოდ დინამო თბილისის ზესტაფონი და სპორტის მინისტრი არ არის წინააღმდეგი. ქართული სპორტული მედიის ძირითადი ნაწილი წინააღმდეგია გუნდების რაოდენობის გაზრდის და ამას აგერ ჩემმა კოლეგამაც დაადასტურა ამ წუთში. სამწუხაროდ დღეს უბრალესობა ლაპარაკობს რაოდენობაზე და ხარისხს არავინ არ აქცევს ყურადღებას. 16 გუნდია, ეს იდეალური ვარიანტია კალენდრის გათვალისწინებული ციკლის ყველაფერი კარგია და ჩვენ ბევრჯერ გქონდა 16 გუნდიანი ჩემპიონი, 20-იანიც ქონია და 22-იანიც ქონია, მაგრამ არადროს არ მოუტანია ამას პროგრესი. როცა პირიქით, როცა ნელ-ნელა წამოვიდა გუნდების შემცირების ტენდენცია, შედარებით მეტაკლებად ნორმალური იყო მაშინ უფრო და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იღება სპორტული პრინციპი. დათოს შენ სწორედ აღნიშნეთ, მას მთელი წელი რა ეს რა ხდებოდა, ტურნირი იყო, ამხანაგური ტურნირი იყო, თუ რა იყო, აქ ვიჯორჯის წარმომადგენლების ჩემსი, ხო? მაშინ ვიჯორჯიამ ტყუილა ითამაშა მთელი ეს ჩემპიონატი? აი, მაიკითხო მინდა ვკითხო ბატონ მარხას რა. ვიღაცა უნდა გავარდეს. ვიღაცა უნდა შემოვიდეს. თუ არ ვწდები ევროპაში არის შოტლანდიის რანგით მეოთხე ლიგა, სადაც არავინ არ ვარდება. ჩვენ მოდი კარგს დავემსგავსოთ რა. აქ რაც ხდება ბოლო წლებში ჩვენთან. ეს იღება სპორტული პრინციპები და აქ არანაირი გაზდა ჩვენ შედეგს არ მოგვიტანს თუ ჩვენ გვინდა რომ წინ წავიწიოთ. გასაგებია რომ აქ ლაპარაკია რაოდენობა ეს მესწრა როცა ჩვენ ფაქტიურად გვაქვს 5 სტადიონი საქართველოში სადაც თამაში შეიძლება. გია მაპატიე მე არ ვიცი რომელ რაოდენობაზეა ლაპარაკი. კი ბატონო არ გაწყვეტინებ მე არ ვიცი უბრალოდ ვახოს კობას და ილიას მოსაზრება და შენ მინდა ჩაგეკითხო ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენიმე კონკრეტული მიზეზი რო ჩამოთვალო, იმიტომ რომ ლაშამ ხაზი გაუსვა იქ პრესლოვის არქონას, საპირფარეშოებს და რაც რეალურად ადამიანისთვის, რომელიც სტადიონზე მიდის, მნიშვნელოვანი თემაა, ხო? კი, მაგრამ ეხლა მაგას რომ ჩვენ ხაზი გავუსვათ, იტყვია რომ ეს ჟურნალისტები თავის საკუთარ კეთილმოწყობილ ჟურნალებში, მაგაზე არ არის ლაპარაკი, ლაშა. აქ ჩვენ შეგტყივა გული ისე როგორც შეგტყივა ყველა ჩვენთაგან. მესმის რომ იქ სტადიონზე საპირფარეშოში ყველა დადის. პრესლოჟა რო არ არის, პრესლოჟა, ელემენტარული პრესლოჟა კი არა, გადახურული არ არის სტადიონები, სადაც ჟურნალისტი დადგება. მაგაზე ლაპარაკი არ არის და აი აქ ლაპარაკი თავარი 9 გუნდს აქ ლიცენზია მოპოვებული, ხო 9 გუნდს. რომელ გაზდაზე ლაპარაკობ, როცა მთელ ევროპაში მიდის შემცირების ტენდენცია. მთელ ევროპაში. და ჩვენ 2005 წელს გაბინა გავახსენოთ ხალხს. 2005 წელს გაგახსენეთ რომ გაიზარდა გუნდების რაოდენობა ჩვენ ჩემპიონატში. ხელოვნურად გაიზარდა გუნდების რაოდენობა. და რა მოყვა ამ გუნდების გაზდას? ლაშა, ბატონ ლევან, თქვენი ხმა არის მის და თუ სათქმელი გაქვს, გვანიშნეთ და ხო, არა, იმას ვიზამ. კი ბატონო. 2005 წელს
2005 წელს გაიზარდა ჩვენთა გუნდების რაოდენობა ხელოვნურად. იქ ვიღაც არ უნდა გავარდნილიყო, არ დავასახელებ იმ გუნდებს. შემოიყვანეს, არა, 4 გუნდი შემოიყვანეს, 4-ვე სპორტული პრინციპების დარღვევით და 2 შემოიყვანეს პოლიტიკური ნიშნით. და რა მოხდა? მომდევნო 2 წელიწადში ეს 6-ვე გუნდი გავარდა. ანუ გავარდა უკვე სპორტული, ანუ იმ ტყუილად შემოვიდნენ ეს გუნდები. ჩვენ მოდი ხარისხს მივაქციოთ ყურადღება და არა რაოდენობას. კარგით, მოდი საინტერესოა, ვახო, როგორ უნდა გაიგართოს ხარისხი? მაშინ აი საგამომშვიდობისა. ორივე მხარეს ისეთი საინტერესო არგუმენტები აქვს, რომ მართლაც ბევრი სიმართლის მარცვალი დევს ლაშამ ძალიან სწორად აღნიშნა და ძალიან კონკრეტული პრობლემები დასვა. ფეხბურთის გუნდების წარმომადგენლებსაც თავიანთი სერიოზული არგუმენტები აქვს, მაგრამ აქ არის მთავარი. სახელმწიფო როგორც ჩანს, ყველა ვარიანტში დაასპონსორებს ეროვნულ ჩემპიონატს. იქნება 12 გუნდი, თუ იქნება 16 გუნდი, თუ 10. აქ არის მთავარი. ერთადერთი, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს. უნდა შეიქმნას სწორი მექანიზმი, უნდა შეიქმნას ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს. მე გულისხმობ, რომ როგორ უნდა დაიხარჯოს თანხები, შეიძლება თუ არა დაწესდეს სახელფასო ლიმიტი, იმიტომ რომ გუნდებმა არ აქვს მნიშვნელობა 10 იქნება თუ 12. გუნდის ხელმძღვანელმა თუ ვიღაც ფეხბურთელს თუ ფეხბურთელს გაოფორმა 5 წლიანი კონტრაქტი და 5 წლის მერე ის ფეხბურთელი დაბერდება, მე როგორც მაყურებელს 5 წლის მერე დაბერებული ფეხბურთელის გარდა არავინ არ მრჩება. გუნდებს ბევრს ჰქონდა დიდი შესაძლებლობები, მაგრამ ბაზა არავის არ გაუკეთებია. ამიტომ უნდა ჩაიდოს აუცილებლად მაკონტროლირებელი ის უნდა შეიქმნას, რომელიც იქნება საკმაოდ გამჭვირვალე და მე მომხრე ვარ და თუ შეიძლება უკაცრავ. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი იქნება თუ ამ ყველაფერში ჟურნალისტები ჩაებმევიან. აქ არის საუბარი დინამოს აი ამის თქმა მინდოდა პირველ რიგში, რა შეეხება გუნდების რაოდენობას. ეს არის ეს პროექტი. რა შეეხება გუნდების რაოდენობას, 12 გუნდიან ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი პრობლემებია. 9 გუნდმა გაიარა ლიცენზირება. ჩვენ არა 12 გუნდიანში არ არის, 6-მა გაიარა. ხო, 6-მა გაიარა, ორივეში ერთად. ჩვენ ვასაუბრობდით, თამაშზე ვიყავით, სადაც დავსველდით და ფიზიკურად ვერაფერს ვერ მოვინიშნავდით რა. თუ თქვენ იტყვით, რომ ერთ წელიწადში ინფრასტრუქტურა ისე იქნება, რომ ყველას თავისი როლი ექნება ამ სტადიონზე, ფეხბურთის თამაში შეიძლება და ჩვენ მუშაობა გავაკეთოთ 16-იანი, მაგრამ სანამ არ იქნება მყარი გარანტიები, რომ ფეხბურთელის სეზონის შუაში არ იქნება ხელფასი საჭიდაო და აქციები ჩასატარებელი, არც ერთ გუნდიანი ჩემპიონატი არ უნდა ჩატარდეს მაშინ. კი ბატონო, კობა. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს დამსწრე საზოგადოების მიმართ და მიკროფონში დასვი თუ შეიძლება. მოკლედ ვიტყვი, რომ ეროვნული ჩემპიონატი ყოფილა 16 გუნდიანი, 18 გუნდიანი, 22 გუნდიანიც და სამივე შემთხვევაში შემცირდა გუნდების რაოდენობა. ეხლა არის 12 გუნდიანი და მაინტერესებს უბრალოდ პასუხი კითხვაზე, რატომ შემცირდა 16 გუნდიანი ჩემპიონატიდან გუნდების რაოდენობა, რატომ დავიდა 12-მდე? უბრალოდ აი ამ კითხვაზე მინდა პასუხი. აუცილებლად იქნება ამ კითხვაზე პასუხი, ილია დაამატე. მიკროფონში ბატონ რეზო თქვით, აი ბატონ რეზოს აქვს პასუხი. პასუხს გეტყვი რატომ? რამოდენიმე გუნდი სულ იყო ოფულოდ. ადრე იყო, ვისაც კაი რაიკომის პირველი მდივანი ყავდა, იმ ქალაქში მაგარი გუნდი იყო და ყოველთვის იყო ფეხბურთი, ვისაც ფეხბურთი უყვარდა. ვისაც ფეხბურთი უყვარდა. დღესაც მასია. და დღეს, როდესაც სახელმწიფომ გადმოდგა ნაბიჯი და როდესაც უნდა ფეხბურთის განვითარება, უკვე ყველა გუნდს ექნება თავისი თანხა და აღარ შეიძლება ის ჩემპიონი და აღარ იქნება ის სატირალი, ხელფასს ვერ ვაძლევ, პრემიას ვერ ვაძლევ, ვერაფერს ვერ ვაძლევ, ვერ მოძრავ, ვერ ჩამოვდივარ, ვერ მიფორმას ვერ ვიცვავ. ექნება ყველას და იმიტომ იქნება გაიახლა 16 გუნდიანი. თორეზე გეთანხმები ყველაფერში. ილია. გეთანხმები რაც იმიტომ იშლებოდა შემოგევლე. იმიტომ იშლებოდა, რომ იმას ფული არ ქონდა, იმას რამდენჯერ გვინახე რომ დაშლილა და გავარდნილა უმაღლესი ლიგა ფინანსის გამო. და ამისათვის დღეს იქნება. იმისთანა ღმერთმა გაახაროს პრემიერ-მინისტრი, იმისთანა წინადადებით შემევიდა, რომ ეს აუცილებლად უნდა დღეს გამოვიყენოთ, დავდგეთ, კი არ უნდა დავშალოთ, დავდგეთ უნდა ყველა ერთმანეთის გვერდზე და უნდა დავანახოთ, რომ ბატონ რეზო, კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ადრეც ყოფილა დაახლოებით ისეთ საუბარი, როგორც ახლა თქვენ საუბრობთ, ვისაც პატრონი ყავდა. არის ვის ახლა ბატონ რეზო თქვენ. მე ვიყავი გუნდის პრეზიდენტი. მე ვიყავ 90-იანი წლებიდან დაწყებული ბათუმის დინამოს პრეზიდენტის ვიყავი და ქობულეთზე ერთდროულად ჩემი ჯიბის ფულს ხარჯავდი. ჩემს ხარდა ვეღარ გავძელი, დამეშალა უმაღლეს ლიგაში გადმოყვანილი გუნდი. ბათუმის დინამოს შემდეგ ვიყავი.
რა მე რა ვქენი, ცუდი საქმე გავაკეთე? არა, ერთი წამით. კარგი, გობა. ყველას მოგეცემათ, სულ ყველას. სადაც ვიყავი და ვარ ქობულეში დღეს და პირველი ადგილი ავიღე. ყველას მოგეცემათ. 1 წელია ვარ გუნდის პრეზიდენტი და პირველი ადგილი ავიღე. სახელმწიფო როდემდე შეინახავს მიკროფონში ისაუბრე თუ შეიძლება. დიახ, 5 წელი აფინანსებს სახელმწიფო გუნდებს, ხო? მე-6 წელს რა შვებიან აი პატრიცემული კლუბები, ვინც დღეს ძალიან გაჭირვებული. ამაზეც იქნება აი ბატონ ფრიდონთან მაქვს ეს კითხვა. კი ბატონო, ოდნა მოგვიანებით, იმიტომ რომ უნდა 5 წლის მერე რას? კი ბატონო, კარგით ბატონმა ფრიდონმა უპასუხოს. კი ბატონო. მე 8 წელია ვაფინანსებს და რომ მოვიდოდა 8 წლის შემდეგ ეს მთავრობა და გადაწყვიტა და დაფინანსება, მაგას ნამდვილად არ ვფიქრობ. ეს ყველა ცუდი ასე რომ მაგალითია. 5 წლის შემდეგ, როცა ფეხზე დადგება ყველა გუნდი, ის 16-ვე, გამოუჩნდება ინტერესი ბიზნესმენებს, რომ დაამატოთ. ეხლა რასაც მე ვაფინანსებ, იმას რომ დაამატოთ, კიდე ის რაც სახელმწიფო წყვიტავს, ჩემი გუნდი ნამდვილად კარგი იქნება. სად არის? აბა მიპოვეთ ერთი ვით ჯორჯია და მომიძებნეთ კიდე ვინმე ბიზნესმენი, რომელიც ასე იყოს თავდადებული და გიჟი ამ ფეხბურთზე. მოვიძებნეთ და კი. ერთი წამით. არა, ერთი წამით. მოდი ერთი წამით პირდაპირ გეტყვით და ბატონ ლევან ყიფიანი გველოდება. ბატონ ლევან გესმით ალბათ ჩემი ხმა? ბატონ ლევან, გესმით ხო? დიახ. აი მე მინდა თქვენი არგუმენტი. თქვენ ხართ წინააღმდეგი და თქვენ ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია ჩაატარეთ. 1 მაისს იყო ეს ყველაფერი და შემდეგ იქ დაანცეთი თემები იყო საუბარი. ეს იყო მინისტრთა კაბინეტის ხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები და აქ არის სახელმწიფოს პოზიცია ასეთია. მას ფეხბურთის დახმარება სურს, მაგრამ გუნდების რაოდენობის გაზრდა არ განიხილება. მე მარტო ამ ფრაზას მოვიტან და შემდეგ კითხავთ ასევე თქვენი პოზიცია სპორტის მინისტრის. მოგახსენებთ, მე დიდი ხანია ვამბობდი ამ თემებთან დაკავშირებით, ჩემ კომენტარს ვაკეთებდი, რომ სანამ მინისტრის გავხდებოდი და მაშინ არც ვიცოდი რომ მინისტრი გავხდებოდი და შესაბამისად ის არგუმენტები, რომელიც 12 გუნდიანი თუ 10 გუნდიანი ჩემპიონატის მომხრეებმა გააჟღერა, მეც ვაჟღერებდი მაშინ. რომ შესაბამისობაში არ არის ის რეალობა, რა დღეს არის. მე უბრალოდ ახლა ჩემი პატივისცემა მინდა დაუდასტურო ყველა იქ ხდომ ადამიანებს. რა თქმა უნდა, არის ასთა სხვადასხვაობა, მე ახლა პოლემიკაში ვერ ჩავერთვები, მაგალითად იქ კონკრეტულ პიროვნებებმა თქვეს რაღაცეები ჩემი სამართით, რა თქმა უნდა, ეს მათ სინდისზე იყოს. რაც შეეხება თვითონ ფორმატს რა, თვითონ 16 20 გუნდიანი ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ 20 გუნდიანი ჩემპიონატამდე უნდა მივიდეთ დღეს. დღეს ამაზე არ არის, ეს არის კონტექსტიდან გამოვარდნილი თემა, რომელიც არ ვიცი, თითზე დაიხვია ვიღაცა, მაგრამ შეკრებები ხდება, ასთა სხვადასხვაობა, ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, რომ დაიწყო ეს და ესე ხდება, ეს უკვე დადებითი ნიშანია, კარგი ნიშანია იმისი, რომ ილუსტრაცია ხდება იმ ადამიანების, ვინც რა თქმა უნდა როგორ აზროვნებს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა და სახელმწიფო შექმნა კომისია იქიდან გამომდინარე, რომ დაიდოს გრძელვადიანი ფეხბურთის განვითარების პროგრამა. აქ ნახსენები იყო ბატონმა მურთადმა ბრძანა 16 გუნდი არის მასობრიობის დამადასტურებელი. უკაცრავად და რომელ მასობრიობაზეა 16 უმაღლესი ლიგის გუნდი, ეგ სოფლიო მიცის სხვადასხვა მასობრიობის, ეს არის ბავშვთა ფეხბურთი პირველ რიგში, იქ ხდება მასობრიობის გაზრდა და არა 16 გუნდიანი ეროვნული პირველი უმაღლესი ლიგის გუნდების. ეს ერთი. იქ იყო ნათქვამი ბატონ ლევან ნოდიასი, თითქოს 8 წელიწადია ერთმა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს. რამდენი წელიწადი თამაშობდა ბატონ ლევან ნოდიას? საინტერესოა ფეხბურთს აგრეთვე მინდა დავსვა კითხვები. თუ ვინ გააკეთა ეს 12 გუნდიანი? ჩვენ მე ვიყავი ფედერაციაში, ან ის ხალხი არ იყო თვითონ 12 გუნდიანი ჩემპიონატი რო გააკეთეს, ვინ აკეთებდა ამას ყველაფერს? ფედერაცია ვის ხელში იყო ამ ხნის განმავლობაში? ნუ თუ ეს ადამიანები არ იყვნენ იქ, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა. ჩვენ ხო არ ვიყავით ამ 12 გუნდიანი ჩემპიონატი იმ ადამიანებმა არ გააკეთეთ, ვინ და მანცხეთ ხართ? ვიღაცა იყო წინააღმდეგი, ვიღაცა მომხრე. მე უბრალოდ იმ არათანმიმდევრულ პოზიციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც არსებობს დღეს ქართულ ფეხბურთში. ეს 16 გუნდიანი ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამ მომავალ წელიწადში. დღეს ეს თემა საერთოდ არ განიხილება. განიხილება ის თემა, რა უნდა მიეწოდოს დღეს მთავრობას.
ამაში ვიყო ჩვენ ერთიანები, როგორ უნდა მიეწოდოს მთავრობას ის მოდელი ქართული ფეხბურთის განვითარების, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ყველა ლაპარაკობთ იქ ბავშვთა ფეხბურთი როგორ განავითაროთ და ერთი სტრუქტურა მითხარით, უმაღლეს ლიგაში 1-16 გუნდი დაფინანსება, როგორ გამართავს წელში, დემეტრაძეს მინდა დაუსვა ეგ კითხვა, იმიტომ რომ ბევრზე გვისაუბრია ფეხბურთის შესახებ და წინა წლებში რატომღაც არ იყო მის გამონათქვამებში ის გუნდების გაზდა იქნებოდა თუ არ გაზდაზე ლაპარაკი, სულ ლაპარაკობდით იმაზე, რომ რა ეშველება ამ ფეხბურთს, ალბათ დამეთანხმები ჩემი დემე. იგივე ლადოს მინდა უთხრა. დაგეთანხმები ლევა წინა წლებში მე ვიჯექი საერთოდ. გუნდების, ხო და მე თქვა დიდი ხანი კარგად გამყოფოს კაცო. მე კარგად გამყოფოს, მაგრამ ეხლა მე რა მინდა თქვა ჩემო დემე რა მოდი პირადი ინტერესები გადავდოთ გვერდზე და ჩვენ ვიფიქროთ იქ რეალური სიტუაციიდან ამ მომავალზე ვიფიქროთ და არა ის 16 გუნდიანი ჩემპიონატების გაზდა ხელოვნური ვიხილეთ 90-იან წლებში ჯერ მარტო მე მაშინ თამაშობდი ფეხბურთს ვიხილეთ და უკან დაბრუნება მოგიხდა და პოლიტიკური მოტივებით გუნდების გაზდა 2005 წელს იგივე განმეორდა ეხლა კიდე 16 გუნდიან ჩემპიონატს და კიდე გაზდას ვაპირებთ კიდე იმას მოვიმკეთ რაც გვაქვს რაც მივიღეთ დღეს აბსოლუტური ქაოსი, უსისტემობა და საოცარი რეგრესი ფეხბურთის კლება რაოდენობრივად რა. 2008 წელს შემოკარგება 24000 ფეხბურთელი იყო რეგისტრირებული ოფიციალური ფედერაციის მონაცემებით. წელს 17000 იყო. სად მიდიან ეს ფეხბურთელები? აღარ თამაშობენ ფეხბურთს ბატონო მურტაზ, იმიტომ რომ ეს ვაკხანალია. დღეს ყველა რო დაასახელეთ მან ყველა კლუბის პრეზიდენტი ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი რეზო მანდარი ჩელებაძე და მარტო საფეხბურთო ის არ მანკავშირებს ამ ადამიანთან როგორც სხვა დანარჩენთან ჩემო კარგებო ყველა ერთხმად აღიარებთ რომ ჩაწყობილი თამაშების პრობლემაა საქართველოში თუ რეალურად ჩვენ ვერ შევაფასეთ რა გვჭირს თუ არ დაუსვით სიმპტომი რა აქვს ადამიანს ჯანმრთელობას რა უშლის მის ჯანმრთელობას ხელს როგორ განვავითარებ ამ ფეხბურთს სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კომისია და იმიტომ ვაკეთებ ჩვენ რომ სხვადასხვა აზრი ფეხბურთის ფედერაციის იქნება სხვადასხვა სუბიექტებს აქვს თავისი მოსაზრებები მოვიდნენ გაგვიზიარონ კოკაიას პროგრამაზე რო აკვირდა ვიღაცები აქ პროგრამა კი არ წარმოადგინა კოკაიამ თავისი მოსაზრება წარმოადგინა როგორ უნდა დაფინანსდეს და როგორ განაწილდეს თანხა ბატონი რომან ფიფიამ მოგვაწოდა ისიც არ არის სრულყოფილი პროექტები თქვენ რა გუნდია და ჩვენ გვინდა ეს სრულყოფილებამდე მივიდეთ აქ არის ნაკრებების და ვიცა უკაცრავად დავამთავრეთ ნაკრებების დაკომპლექტებაზეა ლაპარაკი სახელმწიფო რო აფინანსებს ნაკრებებს ეროვნული ნაკრები და დაწყებული თვითეული გამგზავრება თამაში ამხანაგური თამაში მწვრთნელთა შტაბი ამას ხო ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს ნუ თუ არა აქვს სახელმწიფო რო იმ ფორმატში რომელშიც ჩვენ ვართ ახლა და მე მინდა ყველას გითხრათ ეს არის ფორმატი UEFA სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია და თუ ვიღაცას გონია რომ ფეხბურთის ფედერაციაში არ მოვდივარ მე წავედ დავსვი საკითხი რომ დასმულიყო საკითხი ჩვენი და იმ ადამიანების აღმასკონში შეყვანა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს თუმცა ჩვენი კოლეგები არ დაგვეთანხმდნენ ეს მათი ნება არის და შესაბამისად მივიღეთ ის რაც გვაქვს ეს არის კომისია რომელზეც განიხილება კონკრეტული პროექტები ფეხბურთის გრძელვადიანი პროექტი აქ არის გრძელვადიანზე და განვითარებად პროექტზე და ნუ რავი ნუ იფიქრებს რომ ფული მიეცემათ იმათ ვინც გრანტი ყლაპია და გრანტი ჭამიები არიან ეს არ მოხდება მე ვიქნები ბოლო ადამიანი ვინც ამას მარტო ბოლო ერთი კაცი რო დავრჩე ხო მე კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ყველას მე არც ფედერაციის პრეზიდენტობა მინდა არც რაიმე თანამდებობას ვსდევ მანდ არც რომელიმე კლუბის ინტერესები მაქვს და კიდევ ერთხელ გიმეორებთ მე ერთადერთი ვიქნები და ბოლო ვინც ვიქნები წინააღმდეგი იმისი რაც დღეს ხდება ქართულ ფეხბურთში იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის გადარჩენა მთლიანობაში ნიშნავს სპორტის გადარჩენას აი ეს არის ბატონო ჩვენ კიდე მოგცემთ კი წესით აქ ფედერაციის აუცილებლად კი ფედერაციის პროექტი უნდა განხილული ყოფილიყო ამ კომისიაზე რაზე ჩვენ ფედერაციას მივაწოდეთ და საუბარი მქონდა ბატონ ზვიათთანაც ბატონ რეზოსთანაც გვეთქვის ჩვენ ახლა ყველაფერს და უბრალოდ ბატონო ერთი წამით ბოლომდე მივიყვანო აზრი რომ საზოგადოებისთვის იყოს ნათელი საზოგადოებამ კარგად იცის 37 წლის დროინდელი ხელმოწერების შეგროვებით რო იყო დაკავებული ზოგი და დღეს რო ერთს ამბობდნენ და ხვალ მეორეს და მე მინდა ჟურნალისტები თუ შეიძლება ობიექტურობა დავიცვათ იქნება ყიფიანი არამართალი
ობიექტურად შეაფასეთ და თქვით, მაგრამ ის რომ ვიღაცამ ტრობა დამაბრალოს ფეხბურთის და უცოდინარობა სახში მოიკითხეთ ბატონებო. ხო და მე მგონი არავის არ გულისხმობ თუ შეიძლება რომ გითხრათ კონკრეტულად მე ვისაც ვიგულისხმებ მე გეტყვით პირდაპირ ეს ფორმატი არ მაძლევს საშუალებას რომ პირში უთხრა ამ ადამიანებს პირში სხვა დროს ჟურნალისტების გასაგონად რომ ობიექტურობა დაიცავით მაგას ვიძახით ხო სხვა იმის არ მიტყვით ბატონო დაგიბრუნდებით იმიტომ რომ ეს არ იყოს რა უბრალოდ საბოლოო დიალოგის რეჟიმში არ ჯობია ვისაუბრო კი რა თქმა უნდა მე პოლემიკისთვის არ მოსულ ვარ აქა მე კიდევ ერთხელ გეუბნები მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მე დავალებული მაქვს რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო ვინც არ უნდა იყოს მე პასუხისმგებელი ვარ საზოგადოების წინაშე და ქვეყნის მთავრობის წინაშე ამაში ვარ პასუხისმგებელი და ვერავინ ვერ გადამაღობა წინ რომ საქართველოში ფეხბურთის სწორგზაზე დავაყენოთ ეს არის ჩემი мотиваცია როგორც პიროვნების როგორც ფეხბურთში ჩახედული ადამიანის და მე ამ შემთხვევაში შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ მე ჩემი პირადი ინტერესებით არ ვსარგებლობ და არ სულმდგმულობ. გარდა სხვა სპეციალისტებისა. გასაგებია, დიდი მადლობა. დავდგეთ ერთად, მივიღოთ ის სწორი გადაწყვეტილება, რაც იქნება ფეხბურთისთვის საჭირო. და ფეხბურთისთვის საჭირო არ არის ეს 16 გუნდიანი. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ჩვენ ესპანეთის დონეს გაუთანაბრდებით, ეს იქნება საკამათოც და იქნება მისაღებიც. მაგრამ დღეს ჩვენ როცა პრობლემები გვაქვს ერთმანეთში გარიგებული თამაშების, როცა ხალხი გადმოდის სტადიონებზე, როცა ბავშვებს ფულს ართმევენ სკოლებში, ეს არის პრობლემა და ამაზე ვიფიქროთ და ამაზე მივდივარ ჩვენ და ამის გაკეთება გვწადია და ვინც ამაში ხელს შეგვიშლის, ესე იგი მას ფეხბურთის განვითარება აღარ უნდა. გასაგებია მოვისმენთ განსხვავებულ პოზიციებსაც, სადამ ბატონი ზვიადი ჩაგვერთვება, ბატონ ფრიდონ მე მგონი თქვენ გინდოდა. და რამდენიმე წუთში სიჭინავა ჩაგვერთვება, დიახ. ბატონ ლევან გესმით ხო ჩვენი ბატონ ფრიდონს კითხვა აქვს? მისალმები ბატონ ლევანს. მე მაქვს ის უფლება რომ თუ თქვენ პირდაპირ ვერ გეტყვის სათქმელს მურთაც ხურცილავა ეს იმიტომ რომ ის იყო თქვენი მეგობრის თქვენი მამის მეგობარი. მაგრამ მე არ ამას უფლება არ გითხრათ იმას რაც ვხედავ. ეს ჩემი მოსაზრებაა. თქვენ ბძანეთ ერთი წუთით მე ბოდიში მე მაქვს მაგის უფლება ერთ წუთით თქვენ კითხვებზე მინდა ჯერ ერთი გავაკეთო პატარა დასკვნა თქვენ გინდოდათ აღმასკომში შეყვანა არ შეგიყვანეს ამიტომ თქვენ იქ არ მიდიხართ სპორტის სამინისტროში არ მიდის საქმე ისე როგორც საჭიროა და პრემიერ-მინისტრი იძულებული იყო სახელმწიფო კომისია შეექმნა და იქ მოეწვიეთ თქვენ და ფეხბურთის ფედერაციის ისინი სამწუხაროდ თქვენ ტყუი ხართ ბატონო თქვენ ხართ მატყუარა ეს არის თქვენ ხართ მატყუარა თქვენ ტყუი ხართ მე შევრაცხობას მე გეუბნებით იმას რაც რეალობაა ვერ ვიკადრებ მაგის მე ეხლა მენის გუნდი არა ხართ რომ ვერ გავიგე რამდენი გუნდია ის კითხვა მაქვს თქვენ გარიგებულ თამაშებში თქვენი გუნდი მონაწილეობდა გარიგებულ თამაშებში ვერ გეტყვით მაგას როგორ ფედერაციამ არ დადო არა არ დაუდია. როგორ თქვენი გუნდი იყო? თქვენი გუნდია დაჯარიმებული 23000 ლარით. კი და მაგას გავარკვევთ, იმიტომ რომ ეს არის ეჭვის საფუძველზე და ეხლა ეჭვები რო გაიფანტოს, მე დაგისვამთ კითხვას ერთს. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ბძანებთ და რამოდენიმე თქვენი გუნდის წარმომადგენელი ორი უმაღლესი ლიგის წარმომადგენლები არიან და ჩვენი გუნდის ვითხარით უკვე დამიკავშირეთ ჯგუფის რომელიც ეწინააღმდეგება ამას და მათ შორის გაზეთი ლელო იმიტომ რომ გაქვთ ურთიერთობები მაგასთან მე მაქვს კითხვა გეთანხმებით მე მაგაში რომ არის გარკვეულწილად ირღვევა სპორტული პრინციპი როდესაც წელს მაგალითად 2 უნდა გავარდნილიყო და უცბად უნდა შემოვიდეს 4 ირღვევა პრინციპი მაგრამ ამას ახსის საპირწონე რაც მე ვთქვი 100,000 ფეხბურთელების სურვილი და ის 600 ადამიანის დასაქმება. ერთი მაქვს შეკითხვა, რა პრინციპით ხელმძღვანელობდით თქვენ ბატონო მინისტრო, მაშინ როდესაც გორის დილას აიღე და 2 მილიონი აჩუქეთ. იმისთვის რომ ისინი გასულიყვნენ ევროპის ტურნირებზე. ეხლა ჩიხურა და სიონი გადის ასევე დააფინანსებთ მაგას 2 მილიონით თქვენი ფული იყო ეს თუ ეს იყო სახელმწიფო ბიუჯეტი ეს ერთი კითხვა ეს რა პრინციპი იყო მეორე პრინციპი ის რომ თქვენ
ჩიხურას ვეტყვი ახლა რომ ჩიხურა უკვე თქვენ მოაწერეთ ხელშეკრულებას რომ აფინანსებთ ჩიხურას 1.550.000-ით აფინანსებთ იმას აი არა არა კი ბატონო არ მერკამ რა პრინციპით მეთქი მე თქვენ უკვე აი ერთი წუთი არა საქმე რაში არის აზრი არა აქვს ახლა ეს მიაწოდით თუ შეიძლება და დაგიბრუნდეთ ბიძინა იმ უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში მე ტყუილს ამბობ და ეს ტყუილს ახლა თქვენ შეხვედით ჩიხში ბატონო ფრიდონ ახსენით და ყველა გაიგებს თქვენ შეხვედით ჩიხში ბატონო მინისტრს ვერცემთ პასუხს და მან საკმაოდ დასაბუთად რა შუაში აქ ჩიხურა ახსენით ეს ჩვენ არ გვაფინანსებს სპორტის სამინისტრო ეს არის ქართულ ფონდიდან მიღებული თანხა გამტარია სპორტის სამინისტრო ამ შემთხვევაში რატო გამაგებიოთ როგორ შეიძლება გამტარი იყოს ბიზნა იმანში რომ მე წარდავა ფინანსებო შეიძლება პირდაპირ ერთიდან მეორე ანგარიშზე გადაიქცეს იმიტომ მეც მაინტერესებს ეს კითხვა და უნდა დამესვა თქვენ უკვე მიიღებთ მაგას იმიტომ ხელმოწერილია ეს ბატონო ლევანს არაფერ შუაში არ არის იმან მოგცათ თქვენ რადგან ეს თემა დაისახა პასუხი გასცეს აი ესა და კიდევ ერთი პრინციპი რა პრინციპით გაკეთდა ესა და მესამე რა პრინციპით აშენებთ თქვენ ნუ ისა გაქვთ პროექტი წყალტუბოში 7.5 მილიონის კომპლექსი ეს საფეხბურთო მომედანი და მაშინ როდესაც 7.5 მილიონად შეიძლება 5 ლიცენზირებული მოედნის აშენება აი რა პრინციპებით იყო ერთი მეორე მესამე დანარჩენს მე გავაგრძელებ კარგით. კი ბატონო ლევან, დიახ, გისმენთ. ნუ აბსოლუტური უვიცობასაა ადგილი. პრინციპში დავიწყებ ბოლოდან, ჯერ ესეთი წყალტუბოს პროექტი, ჩვენი პროექტი არ არის. ბატონო ფრიდონ, პასუხს გსცემთ ბატონი ლევანი და ფრიდონი ეტყობა შეცდომაშია შეყვანილი. მე კიდევ ერთხელ მე დიდი სურვილით და ფეხბურთს ვეხმარებოდი ის რომ ბატონ ფრიდონს დახმარება გაუწიე და უწევ კიდევაც რომ მარტვილში აშენდეს სტადიონი და ამაში სახელმწიფო იღებს მონაწილეობას და მე და დიდი მადლობა მე ფინანსთა მინისტრს ბატონ ნოდარ ხადურს ამაში რომ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა უწყებელს მარტვილის გამგეობას და მუნიციპალიტეტს სადაც ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ რომ მარტვილს ქონოდა სათამაშო მოედანი და ამაში ვიღებ მონაწილეობას და მივიღებ, იმიტომ რომ ეს ბატონ ფრიდონის დამსახურება არ არის, ეს არის იმ საზოგადოების დამსახურება, რომელიც არსებობს საქართველოში და ფეხბურთი უნდათ მარტვილში და მისი განვითარება. რაც შეეხება იმ კითხვებს, როგორ საჩხერეს გუნდი თვითონ გიპასუხებს და ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელზეც თვითონ ეს არის საგრანტო თანხები და საგრანტო თანხები, რომელსაც აფინანსებდა ქართულ ჯგუფი, ის საგრანტო პირობები არის შენარჩუნებული და ის სპორტული ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე იღებდნენ და ერთი ცვლილება არ არის იქ შეტანილი, არც საპენსიო ფონდში, ეს არის ზუსტად იგივე განაკვეთები, რაც არსებობდა ადრე, იგივეს იღებენ, ეს უბრალოდ ეს ხდება სამინისტროს მეშვეობით და დახმარებით იმ გრანტის გაცემა, რაც მოისურვა დამფინანსებელმა. ბატონო ლევან, თუ შეიძლება ერთ წუთით, იქნებ შეახსენოთ, რომ აქ ჩვენთან ზის ბატონი მურთაზ ხურცილავა, ბატონი ოთარგაბელია, მე მგონი ეგ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ დახმარებას ასევე იღებენ სპორტის სამინისტროდან. კი, რა თქმა უნდა, მაგას იღებენ, მაგივახსენე ახლა. იღებენ სპორტის სამინისტროს მაგივახსენე და ბატონო ფრიდონ, კიდევ ერთხელ, თქვენ არ შეგვიყვანეს კი არა, ჩვენ სწორედ მაგაზე ვთქვით უარი, წინა ხელმძღვანელობა რო იყო წარმოდგენილი და მე პირადად თქვი უარი სპორტის მინისტრობაზე ჩვენი მოსვლისთანავე და მე უბრალოდ მე იმ შეთანხმებას დავეყრდენი, რომელიც იყო მოლაპარაკებული ჩვენ UEFA-ს მეგობრებთან ერთად და რაზეც მე ჩავაყენე UEFA და წერილი გაგზავნილია და ეს ასლი ფეხბურთის ფედერაციასაც მიუვა, რომ ეს პროცესი ჩვენ იმ ფორმატში განვიხილოთ, რომელიც შემოგთავაზა UEFA. ბატონო ფრიდონ, ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, თქვენ ემოციებს ნუ დაეყრდნობით, იმიტომ რომ პირადი ინტერესები თქვენი გასაგებია, თქვენი мотиваცია კლუბში მუშაობის გასაგებია, იმ ფონზე რა თქვენ გაიარეთ და რა ჯარიმებიც მიიღეთ, ამიტომ კიდე ბევრი რამეა გასარკვევი. ბატონო ლევან, დაგიბრუნდებით კიდე ერთხელ უბრალოდ რეკლამის დროა, ძალიან დიდი ბოდიში. ნუ გაწირავთ ფეხბურთს. მე ეს მინდა გავაკეთო ყველას. ნუ ვინც არ უნდა იყოს ეს მაღალჩინოსანი თუ გუნდის ფეხბურთელი ყველა თქვას თავისი მოსაზრება, მაყურებელს საინტერესებს მოსაზრება და მაყურებელი აქტიურობს ინტერაქტივში. რეკლამაზე გავიდეთ და დავბრუნდებით სულ მალე.
დავრუდით პირდაპირ ეთერში, საკმაოდ ხმაურია როგორც ყოველთვის რეკლამაზე. ეთერში ვართ და ეთერში ვართ, არის მის თქვენი ხმა. არის მის თქვენი ხმა და რაც შეიძლება მაყურებლის აქტივობას 80-20-ია, ჯერ კიდევ მაყურებელი მომხრია რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდოს, საკმაოდ ბევრი ზარია შემოსული და ბატონ ზვიად სიჭინავა ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და ბატონ ზვიად გესმით ჩემი ხმა? ბატონ ზვიად აქ ძალიან თუ შეიძლება თქვენ გისმენთ ამდენი ხანი და სხვადასხვა არგუმენტი გამოითქვა და მე მინდა თქვენი მოსაზრება თქვენ რამდენადაც ვიცით გამოაქვეყნეთ კიდეც რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ვრცლად თუ რატომ პასუხი იყო ეს ბატონი მინისტრის განცხადებაზე და საკმაოდ ვრცლად არის მითითებული, მაგრამ მე მინდა თქვენ როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადოთ რატომ გუნდების გაზრდა. მოგესალმებით, მივესალმები სტუმრებს და ყველა ტელემაყურებელს. მე მინდა დავიწყო იმით, რომ თქვა, რომ ის პასუხი არ იყო ბატონ მინისტრს, ეს როგორც დაწერეს გაზეთებში. ეს იყო განმარტება იმის, რომ ჩვენ სტუდიაში ხმა გამოუშვით თუ შეიძლება რა. მოსაზრება, როგორ შეიძლება, თქვათ რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე დღეს მეგონა, რომ ლაპარაკი დღევანდელი ლაპარაკი, რომელიც იქნება და ეს შეხვედრა კლუბების და ჟურნალისტების იქნებოდა ლაპარაკი მაგაზე, რომ კარგია თუ არა 16 გუნდიანი ან 18 გუნდიანი. ანუ მოსაზრება იმის, რომ რა არის ცუდი, რა არის კარგი და ლაპარაკი ერთი რაღაცის ხაზის გასმით შეიძლება დავამთავროთ, რომ თქვათ, თუ იქნება დაფინანსება, თუ იქნება მხარდაჭერა სახელმწიფოსი, იმ შემთხვევაში შეიძლება ამ პროექტზე ლაპარაკი. რაც ეხება მე მინდა რაც გავიგონე ჯერ სანამ ვიტყვი რატომ მიმაჩნია რომ 16 გუნდიანი კარგი იქნება 1 წლის მერე თუ 5 წლის მერე თუ 100 წლის მერე მანამდე მინდა ვთქვა ის მომენტები რომელიც გაჟღერდა დღეს ეთერში. პირველი ის რომ ეგეთი ფრაზა იყო რომ 24000 თამაშობდა საბჭოთა კავშირის დროს. მე მინდა გავახსენო იქ მჯდომ ადამიანებს რომ იყო ომი ჩვენ სამწუხაროდ 1 მილიონი ემიგრანტი ყავს ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი და თუ ყველაფერ ამას დავაბრუნეთ 24-იც იქნება და 34-იც. რაც ეხება ლიცენზირებას. ლიცენზირება კი მიიღო 9 გუნდმა, მაგრამ ყველაზე მთავარი პრინციპი რომელიც იყო ამ ლიცენზირების, რომელიც ვერ გაიარა სხვა კლუბებმა, ეს იყო 18 თვიანი გარანტია, რასაც წელს მოითხოვა UEFA. 18 თვიანი გარანტია. ყველა მოიტანა 1 წლიანი. სამწუხაროდ ის რომ კლუბები არიან უმეტესობა კლუბი არის სახელმწიფო, ამიტომ სახელმწიფო ითვლის წელს 1 იანვრიდან 1 იანვრამდე. საფეხბურთო წელი ითვლება 1 ივნისიდან 1 ივნისამდე. უმეტესობა ლიცენზირებამ ამიტომ აღარ გაიარა. იმ შემთხვევაში თუ იქნება სახელმწიფო სტაბილური დაფინანსება, მაშინ ლიცენზირებაზე საერთოდ ლაპარაკი იქნება ზედმეტი. ანუ ის რაც არის კლუბებს გააჩნიათ, რა თქმა უნდა, გარდა ამ გარანტიის რაღაცა პრობლემები, ხო, ვთქვათ, ბევრ ხალხს აქ ახლა შეკითხვა, როგორ გოლმისმა, როგორ მიიღო UEFA-ს ლიცენზირება. ისე მიიღო, რომ მაგას უწერია იჯარა გაფორმებული ფეხბურთის ფედერაციასთან, ატარებს თამაშებს ამ სტადიონზე, აქ მყარი გარანტიები ფინანსური, აქ ყავს სპონსორი და ყავს მთლიანი სტაფი, რომელიც არის საჭირო სალიცენზიოს გავლისთვის. ეს რაც ეხება სალიცენზიოს. რაც ეხება ის რაც ითქვა, რომ სპორტული პრინციპი უნდა დაირღვესო. ბატონებო, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, თუ მომავალ წელს, ანუ 2014-15 წელს ეს იყო ლაპარაკი 16 გაზდაზე, ეს იყო სურვილი, როგორც აგრძელებენ არანაირი სპორტული პრინციპი არ ირღვევა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გამოთქვავს სურვილს და იტყვის, მე მზათა ვარ კლუბების განვითარებაში, გავაკეთო დახმარება და ჩავდო ფული. იმ შემთხვევაში, როგორც ჩვენ მქონდა მიწოდებული კლუბების დაფინანსების პროექტში, უნდა ამუშავდეს PFL-ი. PFL-ი შემოდის თავისი ახალი რეგლამენტით, ჩვენ დავლილი გვაქვს ეს კონსულტაციები UEFA-ში, FIFA-ში და არანაირი პრინციპი სპორტული არ ირღვევა, მაგრამ დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ
თუ ამ ჩემპიონატს გააგრძელებს, როგორც ახლა ატარებს ფეხბურთის ფედერაცია. ბევრი ლაპარაკი იყო მაგაზე, რომ უნდა იყოს კლუბი კერძო, არ უნდა იყოს კლუბი სახელმწიფო. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს გერმანია, რომელიც გერმანული მანქანა ფეხბურთში, არის ყველაზე მაგარი, არც ერთი კლუბი არის მარტო კერძო, თანაც 90%. სხვა კლუბი არის მუნიციპალური, ნახევრად, ადგილობრივი მერიების და სხვადასხვა. ამიტომ რომ ქვეყანა ყოველთვის ეხმარება სპორტს და ეხმარება ფეხბურთს. სტადიონები დაისხმა იქ თქვენთან, რომ აი მარტვილმა არ გააკეთა სტადიონი. სტადიონები უნდა აკეთოს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, იმიტომ რომ ეს არის სოციალური პროგრამა. თუ არ არის რეგიონში, თუ არ არის თეატრი, მსახიობი ხო არ გააკეთებს, ინვესტორი ხო არ მოვა სახელმწიფო მსახიობი და ხო არ გააკეთებს თეატრს. თუ არ არის ბიბლიოთეკა, თუ არ არის სტადიონი, ამას აკეთებს სახელმწიფო. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ხარდაჭერა. ის კომისია, რომელშიც ჩვენ მუშაობთ და ვაკეთებთ, იქ ცოტა სხვა იმაზეა ლაპარაკი. ხო, ნუ შეურევთ ერთმანეთში კლუბების დაფინანსებას და სახელმწიფო მხარდაჭერის პროექტს. ეს არის სულ სხვადასხვა. ის კომისია მუშაობს, იქ ძალიან ბევრი კამათი გვაქვს, ბევრი რაღაცა მოგწონს, ბევრი რაღაცა არ მოგწონს და სულ კამათში ვართ. დღესდღეობით ლაპარაკი მაგაზე, რომ ეს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების პროექტზე, საერთოდ ლაპარაკი რო დგება, ფეხბურთის განვითარების პროექტს ფეხბურთის ფედერაცია ვერასდროს ვერ დაწყობს. ვერასდროს. ეს არის ლაპარაკი მილიარდებზე. ეს არის სრული გამართული ინფრასტრუქტურა. ეს არის ბავშვთა სკოლები, აკადემიები და სხვა და სხვა. ამიტომ ეს უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა. აქ ფეხბურთის ფედერაცია შეუძლია ამ კომისიაში მარტო დააფიქსიროს ის, რასაც ბატონი ლევანი გვეტყვის, რომ ჩვენ გვაქვს 10 მანეთი, რა გავაკეთოთ ამ 10 მანეთით. თორემ დიდ განვითარებას ამას წვითავენ უფრო დიდი ხალხი და სხვა ხალხი, რომელიც არის მთავრობაში. რაც ეხება იქ ითქვა ეგეთი რაღაცა, რომ მოდის არჩევნები და არჩევნების მიმართ უნდა კლუბების გაზდა იმისთვის, რომ რაღაც ხმები მიიღონ და რაღაცა გააკეთონ. ბატონებო, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ. კლუბების გაზდა არანაირად არ არის მიბმული არჩევნებს. იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღო ხმა, მაგისთვის არ კმარა, რომ შენ იყო კლუბი, იყო უმაღლეს ლიგაში, ან პირველ ლიგაში, ან იყო სკოლა. ამისთვის არის გაწევრიანება, იქ ძალიან დიდი პროცედურაა. გენერალურ სამდივნომ უნდა გაიარო ეს ყველაფერი, მერე უკვე ყრილობაზე ეს უნდა მიიღონ ამის უფლება და ამას სჭირდება, ამას 1 და 2 თვე არ აკმაყოფილებს, ამას უნდა წელიწადი და მეტი. ბატონ ზია, დიდი მადლობა, ჩვენ დაგიბრუნდებით ისე, იმიტომ რომ რო არ გამომივიდეს მონოლოგი რო არ გამოვიდეს ბატონ ბერიკა. მე მინდოდა პასუხები გამეცა. კი ბატონო, გექნება. თორემ მე მინდა კიდე ერთი რაღაცა გითხრათ. რატომ მაშინ მივიწყეთ ცოტა მოკლედ თუ მომწონს. კი ბატონო, მაშინ ჩვენ დაგიბრუნდებით ისე. არა, მე მინდა თქვა რაღაცა, იმიტომ რომ ისე გამოდის 16 გუნდზე მინდა რაღაცა თქვა. აქ არ არის ლაპარაკი 16 გუნდზე და 18 გუნდზე. აქ არის ლაპარაკი მაგაზე, რომ დღეს მე ვეთანხმები ბატონ ლევანს, რომელიც იძახის, რომ ბავშვთა ფეხბურთში არის მისახედი. ის რომ უნდა იყოს უფასო. რა თქმა უნდა იყოს უფასო, მაგრამ კერძო კლუბებს და კერძო იმებს სკოლებს ჩვენ ვერ დავავალებთ, რომ არ აიღონ ბავშვებისგან ის 50 ლარი და 80 ლარი. ეს თუ იქნება ხარდაჭერა სახელმწიფოსი, ვალდებული იქნება ყველა კლუბი მინიმუმ 200-250 ბავშვი სხვადასხვა ასაკში უფასოდ ავარდოს. გასაგებია. ეს ერთი, მაგრამ კიდევ მაგას დაემატება დამლაგებელი წვლები ყოველ წელიწადს გადიან ლიცენზირებას, ეს ხალხი იღებენ ამ სერტიფიკატს და ზიანს სახში და ეს ხალხი დასაკდება მძღოლები, ექიმები და სხვა. გასაგებია, ბატონზე ამაზე იყო საუბარი, უკვე ეს ერთი და იგივეზე საუბრობთ ეხლა და ბატონ ბერიკა დაგიბრუნდებით. ბატონზეა დაგიბრუნდებით. კი ბატონო. დაგიბრუნდებით, ბერიკა.
პირველ რიგში მოგესალმებით, ბოდიშვიხტი ცოტა გავცხარდი ბატონ ფრიდონს, რომელსაც ამხელა დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე. ცოტა შეიძლება უკმეხად გამომივიდა ბოდიშვიხტი პირადად მას. ჩვენ გავარკვიეთ ჩვენ ერთმანეთი, ჩვენ მეგობრები ვართ. რამოდენიმე კლუბი მინდა მოგახსენოთ, რომ შეიკრიბა, აქ რამოდენიმე ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, ისაუბრა პროექტზე. პროექტი შეუძლებელია, ეს არის კონცეფცია, პროექტი შეუძლებელია იყოს მინიმუმ 150 გვერდზე ნაკლები, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთის განვითარებაზე. ჩვენ რამოდენიმე კლუბმა, თბილისის დინამო, საჩხერის ჩიხურა, რუსთავი, ბოლნისი ცოტა გვიან ჩაერთო, ვით ჯორჯია, ჩვენ დავწერეთ კონცეფცია. ეს არის კონცეფცია, რომელშიც მოაზრებული არის ფეხბურთის ბავშვთა ფეხბურთიც, აქ არის შეყვანილი ინფრასტრუქტურაც და რაც მე მინდა ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილო, ყურადღება აქ არ არის, არ ვახსენებთ ამაზე არავინ. 5 წლის შემდგომ ფეხბურთი უნდა გახდეს თვითკმარი ინდუსტრია. ეს არის მთავარი მიზანი, იმიტომ რომ შეუძლებელია სახელმწიფომ წლების განმავლობაში ასე უშურველად გაიღოს ამდენი თანხა. საქართველოს ამხელა ბიუჯეტი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ ესეთი რამ, რომ ეს განვიხილოთ როგორც ბიზნეს პროექტი და 5 წლის განმავლობაში შევქმნათ ისეთი საფეხბურთო ინდუსტრია, რომელიც მიმზიდველს გახდის თანადაფინანსებისთვის მაინც ინვესტორისათვის. რაც შეეხება 16 და 12 გუნდიანს, გუნდების უმეტესობა, რომელიც ჩვენ დინამოს ბაზაზე რამოდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდით, შევთანხმდით ერთ რამეზე. 16 გუნდიანს ყველა ეთანხმება, ამას დინამო თვითონ დააფინანსდა, ასე ვთქვათ, დაადასტურებს ამას. დინამოს პრეზიდენტმაც განაცხადა ეს, რომ 16 გუნდიანს, მაგრამ როდესაც მზად ვიქნებით ინფრასტრუქტურულად. ჩვენ შევთანხმდით ესეთ რამეზე. ყველა გუნდმა საქართველოში ამის ბუნებრივი პირობები არსებობს, რომ ითამაშოს ბუნებრივ საფარიან მოედანზე. მას ჰქონდეს სათადარიგო მოედანი, მას ჰქონდეს ბავშვთა აკადემია და ჩვენ უფრო შორსაც წავედით. რამდენს აქვს? ძალიან ცოტას. ხელოვნურზე რო ითამაშონ რა დაშავდება. აი მე არ მინდა ხა ისე არა, მაინდა მიკროფონში ბატონებას თუ შეიძლება. შო არა, ჩვენ არა, ეს არ გვიტყვია რომ ჩვენ რახან არა. არა, ხელოვნურზე რატო რა არის? იგივე დინამოს აკადემიაში ხელოვნური საფარია, ხო? ბავშვის რაღაც ასაკში შეიძლება. ერთი წამით ეს არავის არ დაუროკებს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც ამას სახის საკმაოდ კვალიფიციური ექიმები იძახიან, რომ ეს არაფერ შუაში არ არის ხელოვნური. ხელოვნურზე თამაშობენ ძალიან ბევრგან და გიორგი დემეტრაძე ძალიან დიდი ეს ხელოვნური საფარი. არა, დემეტრაძეს არ არის პრობლემა. დემეს სადაც აქვს ნათამაშები და თბილისის დინამოს რაც აქვს, კითხეთ რა დაუჯდა. ჩვენ არ ვიძახით რომ ამაზე ითამაშონ ფეხბურთი. მაგრამ ხარისხს გააჩნია მანქანა ჟიგულიცაა და პორშეც, მაგრამ გასაგებია, ხო, ხარისხიანი უნდა იყოს. უკაცრავად დავამთავრებ თუ შეიძლება. ჩვენ პროექტში, ჩვენს კონცეფციაში ჩავდეთ ესეთი რამ, რომ დასავლეთ საქართველოში ეს იყოს ხათაშორის ბატონ რომან ფიფიას მოსაზრება, დასავლეთ საქართველოში გაკეთეს და აღმოსავლეთ საქართველოში შესაბამისად 4 საფეხბურთო აკადემია, რომელიც იქნება არანაკლები, რაც დინამოს აკადემია დღეს. სკოლებიც გაკეთეს, ბავშვთა სკოლები, სადაც ჩაიდოს დიდი თანხა იმისათვის, რომ მასობრიობა იქნეს. ვინ უნდა ჩადოს ეს თანხა? სახელმწიფო. და უფასო იქნება თუ არა? ეს იქნება უფასო, ეს უნდა იყოს უფასო. მიკროფონში თუ შეიძლება. და შემდგომ დაინტერესებულმა ინვესტორმა შესაძლოა გამოისყიდოს ეს აკადემიები. მასობრიობა მხოლოდ ამით იქნება მიღწეული. ლიცენზირება აქვს 9 გუნდს, ხალხო. ფეხბურთელი. არა, ახსნა ლიცენზირება რატო აქვს? ფეხბურთელი, კი, გასაგებია. ფეხბურთელი საკმარისი არ არის 12 გუნდისათვის. ხარისხიანი ფეხბურთელი. უკაცრავად, მაგრამ ოთარგაბელია საიდან იქნა მიღებული? მაღალი კონკურენციის პირობებში. თუ კონკურენცია არ იქნება, აქ იყო ნათქვამი, რომ სათადარიგო სკამზე ზის ფეხბურთელი. სათადარიგო სკამზე ერთ-ერთი ჩვენ და გავა მოედანზე. დაიმსახურებს და უნდა გავიდეს. ეხლა ყველა მითამაშოს ეს კონკურენციაში იქნება ხარისხი. ეს არის საბაზრო მექანიზმი, ეს არის ეკონომიკის პრინციპების შესავალში წერია. ამას დიდი ჯაბაასი არ ჭირდება. სანამ კონკურენცია არ იქნება, როცა იქნება 12 გუნდიანი ჩემპიონატი, უფრო მეტი პირველი ლიგის გუნდი მოინდომებს, რომ გადმოვიდეს უმაღლეს ლიგაში. ერთი კითხვა მაქვს ამ აკადემიასთან და სკოლასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს შეუძლია კერძო ინვესტორს გამოსყიდვა? შეუძლია იჯარით აიღოს, ეს არის ძალიან ცნობილი პრაქტიკა ბიზნესში, ძალიან ცნობილი პრაქტიკა არის ბიზნესში, სახელმწიფო სახელმწიფო აკეთებს უფასო სკოლას. და კერძო ინვესტორმა რომ ფასი დაადოს, ფასი რო დაადოს, მე რა ხეირი იქნება მაშინ. კერძო ინვესტორის შემოსავალი იქნება, როდესაც ბავშვი გაიზრდება, მასთან გააფორმო გრძელვადიანი კონტრაქტი. და გარანტია მაშინ რომ საიმას თანხას არ გადაახტევინა. ჩაუდე პირობებში და ეს იქნება. დიდი მადლობა. როგორ ჩაუდებ? აი ბატონ მამკაცაუროს ერთად. უბრალოდ შესაძლებელია პირობიანი აუქციონის, ანუ პირობიანი პრივატიზება მოხდეს, სადაც პირობა არის რომ თქვათ ინვესტორი, რომელიც ამას
ამ აკადემიას მიიღებს დასავლეთ საქართველოში სად უნდა იყოს? გადაახტევინებს ბაზს და მისი მოგება იქნება თქვა ფეხბურთელების გაზრდა და შემდგომში და რატო არის საუბარი მარტო დასავლეთ მაინდამაინც დასავლეთ საქართველოს? არა მარტო არ არის დასავლეთ. არა აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ორივეზე. კი ბატონო. კი რა როგორ შეიძლება მუნიციპალურმა კლუბმა თუნდაც ყავს სკოლა გვაქვს როგორ შეიძლება დაუდოს გზელვადიანი კონტრაქტი თუ ბიუჯეტი შეადგენს 1 წლიანს და 1 წელზე მეტის გაწერის უფლება არ გაქვს. როგორ შეიძლება შეინარჩუნო მაშინ ეს ფეხბურთელი? არა. ეს დღეს. როგორ შეგიძლია შეინარჩუნო ეს ფეხბურთელი? ეს 5 წლიანი პროგრამაა, ამაზე საუბარი. 5 წლიანი პროგრამაა, მაგრამ როგორც გამოჩდება ახალი ფეხბურთელი მიდის ისეთ კლუბებში როგორც არის დინამო თბილისი. სიტყვაზე ვიძახი. თუ კონტრაქტი გადაგული რატომ მიდის? არ გიდევს რა 2 წლიანს არ დებს. იგივე გიას გორში აქვს ნამუშევარი და იგივე პრეცედენტია და შეიძლება კითხოთ იგივე რას წააწყდა მე ხა ერთი ხო არა ძალიან კარგად ვიცით ეს ყველაფერი საწავიდნენ ის ფეხბურთელი. მამუკა და თქვენ დამატება უნდოდა კიდევ ერთი რაღაცის დამატება მინდოდა რომ ჩვენ როდესაც ამ კონცეფციაზე ვმუშაობდით ერთი პრინციპიც გვინდოდა რომ ჩაგვედო რომ ამ სახელმწიფო დაფინანსებაში ბოლო ასე ვთქვათ მე-4 და მე-5 წელს ყოფილიყო აუცილებელი მოთხოვნა რომ სახელმწიფო დაფინანსების მიღება რომ მომხდარიყო კლუბის მიერ მათ უკვე უნდა მოეხდინათ თანადაფინანსება გარკვეულ წილად. ანუ ესე ვთქვათ ჩაგვერთო ის აბაზრო მექანიზმი და იმის გარანტია გვეხადა რომ ის ინვესტორი რომელიც თანამონაწილეობას მოახდენდა მე-4 და მე-5 წელს უკვე იქნებოდა ასე ვთქვათ გარანტი იმისა რომ როდესაც დასრულდებოდა სახელმწიფო დაფინანსება უკვე მერე გააგრძელებდა მუშაობას და დაფინანსებას. გასაგებია თორნიკე მაისურაძე გამარჯობა ჩვენი ქართული ფეხბურთის სახელით ვარ. აქ ცოტა თემას გადაუხვია და ისევ 16 გუნდიან. კი ბატონო. მივესალმე თქვენს და არა ესეც საინტერესო იყო იმიტომ რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო დაფინანსებიდან გამომდინარე იყო. მაგაზე შემდეგ გავაგრძელებ. პირველ რიგში მინდა გავამიჯნო ეს პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა რომელიც კლუბებში დაკავებულ ადამიანებთან მაკავშირებს და მინდა იმ პრობლემას შევეხო რომელიც 16 გუნდიან ჩემპიონატზეა ამდენი ლაპარაკი. მე ვთვლი რომ ეს პრობლემა არა მარტო საფეხბურთო აზროვნებას, არამედ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზეც პრობლემაა, იმიტომ რომ დღესდღეობით სახელმწიფოს არ გააჩნია იმის ფუფუნება და იმის შესაძლებლობა ყოველწლიურად არა მიზანმიმართულად ფლანგოს ამდენი თანხები. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სახელმწიფო როგორც ფედერაციას ისე კლუბებს აფინანსებს, მაგრამ წლების განმავლობაში ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხით ფინანსდებიან ეს გუნდები და არც ეროვნული ნაკრების დონეზე და არც საკლუბო დონეზე სამწუხაროდ შედეგი არ გვაქვს და ყოველწლიურად რეგრესია ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით ქართული ფეხბურთი არც არსებობს. 20 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ქართული კლუბი მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე და ნაკრების შედეგები კიდე ბოლო წლების განმავლობაში რაც ხდება, კარგად ხედავთ. ჩვენმა გუნდმა საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს პრობლემები ქართულ ფეხბურთში არსებული. გავაკეთეთ მისი ანალიზი და მისი ანალიზი და ჩვენი გუნდი არ იყო დაკომპლექტებული მარტო ფეხბურთელებით, მაშინ შედიოდნენ როგორც მარკეტოლოგები, ისე ფინანსისტები, ეკონომისტები, იურისტები და გია, თუ შეიძლება. კი ბატონო. დიახ, თორნიკე გააგზავნე. ბოდიშ ვიხდი და შემდეგი დავდეთ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება, როგორც დამწრე კი ამაზე იყო საუბარი თორნიკე, მე ვიტყვი რომ 12-ში არის საუბარი, მე ველაპარაკე თვითონ 12-ში არა ეს განსაზღვრება. ხო, მიშას ველაპარაკე და მან არ ვიცი თქვა რომ სავარაუდოდ იქნება და აქ შეიძლება ამ ხელა აუდიტორის წინაშე არა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ყველა კანდიდატი ვინც იქნება, ყოველს პროგრამა იქნება თავიდან ბოლომდე გაცნული. ლაპარაკი იყო იმაზე თითქოს 16 გუნდიანი ჩემპიონატის გაზრდის შემთხვევაში გაიზრდებოდა პოპულარობა და მასობრივობა უნდა აღნიშნოთ, რომ უმაღლესი ლიგით არ შეიძლება გაიზარდოს, მასობრივობა უნდა გაიზარდოს ბავშვთა ფეხბურთით. და ხარისხს რაც შეეხება მე ერთი მინდა ბოდიშ ჩავერთო, მე უბრალოდ ბატონმა მურთაზმა ხაზი გაუსვა მასობრიობას. აქ მასობრიობა, როდესაც საუბარი იყო 16 გუნდიან ჩემპიონატზე, აქ საუბარი იყო სხვა დანარჩენ ასაკობრივ გუნდებზე. რომელიც უნდა გაიზარდოს 9-მდე. აქ მასობრიობა ეს არის ბატონმა ლევანმა ცოტა სხვანაირად გაიგო, არ იგულისხმება იმ 16 გუნდში, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობს. აქ არის საუბარი ქვედა ეშელონებზე. და ეს ძალიან ბევრი ასაკობრივი გუნდია. გვინდა ამით პოპულარობაც გაზარდა. პოპულარობა არიზდება რაოდენობით, პოპულარობა მოდის ხარისხით. იმიტომ ყავს წამყვალ გუნდებს დღეს
დიდი მხარდაჭერები და კომაგები, რომ ისინი ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ და დამვეთანხმეთ, რომ დღეს ნამდვილად არ გვაქვს საქართველოს ჩემპიონატში იმის უფუნება, რომ მაღალ კვალიფიციური ფეხბურთელები ყავდეს და ეს სწორედ იქიდან გამომდინარეა, რომ არ გვაქვს ბავშვთა მასობრივი ფეხბურთი. აქ ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები სიტყვა თითქოს ბავშვთა მასობრივი ფეხბურთი ერთადერთ შემთხვევაში იქნება თუ სკოლები იქნება უფასო. სხვანაირად მასობრიობა ვერ იქნება. ჩვენ პრეზენტაციაში წარმოგიდგენთ, დავამთავრებთ თუ შეიძლება და მე გადავწევ. ას 9 ჯერ გამოწყვეტინეთ უკვე და ეს. კი ბატონო. დას. არა, თორნიკე და გამოწყვეტინეთ და თუ შეიძლება რომ დავამთავრებთ. არა, ხო, არა, ესეთი რეჟიმით უნდა იყოს საუბარი ხა ერთ ადამიანს რომ მივცეთ შეიძლება მთელი გადაცემა ისაუბროს უბრალოდ. ხო და იმის მაგივრად ხა ფედერაცია ზრუნავდეს ამ ბავშვ წლების განმავლობაში უაზროდ იხარჯებოდა ამდენი თანხა და იმის მაგივრად რომ შეექმნა ეს ბავშვთა უფასო სკოლები უაზროდ იხარჯებოდა ეს თანხები რომელიც არაფრის მომცემი არ იყო. და კლუბები ხო კარგი დავამთავრე. გასაგებია ბატონო მურთაზ, ბატონო თარ და შემდეგ ყველას ძალიან სამწუხაროდ დრო იწურება და ყველას მინდა. კი, ყველას. ყველას აბსოლუტურად ბატონო მურთაზ თქვი. ხშირად მესმის, ხშირად ხარისხზე ლაპარაკი, ხარისხზე. ყველას ვეკითხები ახლა აღნიშნულებს. დღევანდელი ხარისხი მოგწონთ? მიპასუხეთ ერთი რომელიმე რა. ხარისხზე არ ლაპარაკობთ. ხარისხზე ითქვა 9 ჯერ თქვენ შედარებითია ყველაფერი დღეს რო არ არის ხარისხი ხარისხიანი ბატონო და რა არის ის თქვენი ხმა ვინ ბავშვები დაკავდებიან აი ამაზე მაქვს ლაპარაკი რა ვინ გადმოდის ლოკომოტივი გადმოდის თუ საბურთალო გადმოდის რომელ ბავშვების დაკავებაზეა ლაპარაკი ერთი დავამთავრებ რა და აი რომელ ბავშვებზეა ლაპარაკი ქვით იმიტომ რომ არა ჯერ თავიდან დავიწყოთ ჩემი აზრით სრულიად შეუსაბამო არის რა აი ამ დღევანდელ ქართული ფეხბურთის სიტუაციასთან ეს ყველაფერი 16 გუნდიანი იქნება თუ 12 გუნდიანი ჩემი აზრით ეს არ უნდა განიხილებოდეს იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება რომ ეხლა გქონდეს ჩვენ 16 გუნდიანი და 18 გუნდიანი ჩემპიონატი რა ჩემი აზრით რა ყველა ჩვენაირ ქვეყანაში რო გადავხედოთ გამონაკლისი არის მარტო მე მგონი ბოსნია და სერბეთი სადაც არიან 16 და 18 გუნდი და ორივე რას გავს კი ვიცით და არ არის აუცილებელი ხარისხი არის მთავარი და არა რაოდენობა და ეხლა მაშინ მე ერთს ვიტყვი რა ბათუმის დინამო გავარდა შარშან და ფოთის კოლხეთი ხო მაშინ ამ გუნდებმა რა დააშავეს მოეთხოვა შარშან ამათაც რომ დარჩენილიყვნენ ეხლა გაისად კიდევ გავარდება ორი გუნდი ისინიც იტყვიან როგორც შარშან შეიწყალეთ ის ორი კლუბი მოდი ჩვენც შეგვიწყალეთ ეხლა და ნუ ესე წავა მე 18-ზე ავა 20-ზე ავა და დაირღვევა მთლიანად სპორტული პრინციპი რა უბრალოდ აი ეს პრობლემები კლუბებმა თქვა ნილო შენც თქვი რაზე არის აი კონკრეტულად თორე ის გავარდა ჩავალთ 90 წელს რატო დაარსდა კი ბატონო ხო და მაგაზე არ უნდა იყოს მეთქი ლაპარაკი ზუსტად ამაზე მაქვს რა ლაპარაკი და ბატონ ფრიდონს ესმინდა უთხრა ბატონ ფრიდონი ამბობს რომ მე პრობლემა არ აქვს მე მოვედი პირველი ლიგიდან არა თქვენ ლაპარაკობთ უმრავლესობის სახელით და არ ამგონია მე უმრავლესობას სურდეს რომ ეს კითხავთ როსა ვერ გიპასუხებს იმიტომ რომ მიკროფონი არ დაინტერესებული მხარე ხართ ბატონო ფრიდონ და ეხლა დაინტერესებული მხარე ხართ არის მის ბატონი ფრიდონის ხმა და ამიტომ ესე ვერ იმას ვიზავთ რა დაასრულეთ თქვენი ის რა არის მის რასაც ამბობდი დაასრულეთ მოდი რა უბრალოდ ხარისხი მე მინდა გადავაწოდოთ მიკროფონი დავიწყოთ ვიჯორჯი ზუგდიდი და რომ ყველამ თქვას იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტაა და ყველამ არა გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება სტადიონზე არ არის წესიერი ტუალეტი არ არის ელემენტარული და ის არ არის ეს ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ რაც ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ არა გასაგებია მაგრამ ეს ხო ითქვა იქნება ხა მარტო საპირფარეშოს ხო არ არის ლაპარაკი არა ხალხო ილო ყველა ფრიდონ ზუგდიდის სპორტული დირექტორი და ყველამ უბრალოდ ყველამ რო თქვათ იმიტომ დრო ფაქტიურად აღარ არის და იმიტომ მოვიდა ეს ხალხი ერთი წამით ბატონ მურთას კი ზუსტად მაგიტო ვიძახი და ყველას მიყვედა ყველამ რო თქვათ თავისი საშუალება და მე ზუგდიდი ბატონო ზუგდიდის პოზიცია მოусმინოთ ზუგდიდის პოზიცია მე მგონი დიდი საიდუმლო არ უნდა იყოს თავისთავად ჩვენც იმიტომ კი არა რა გუნდს საფრთხე ემუქრება გავარდნის ჩვენ მართლაც არის ერთობლიობა დაახლოებით 12 გუნდიდან 8 გუნდი არის მომხრე 16 გუნდიანი ჩემპიონატის. თავისთავად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სახელმწიფო დაფინანსება. და ეს დაფინანსება ჩვენ
ასეთი დაშვება უნდა გავაკეთოთ. დაფინანსებას თუ იძლევა სახელმწიფო, ვაკეთებთ არჩევანს. 12 ჯობია თუ 16-იანი. ჩვენ მომხრე ვართ 16 გუნდიანი ჩემპიონი. აი ესე ლაკონდროს რომ ჩამოაყალიბოთ ყველა საზრი ბატონო მახას თუ შეიძლება თქვენს რომ ბატონო მურთას ამბობთ რამეს კიდე. მეც იგივე თქვა მინდა. ეხლა არც ერთი თავრობის დროს ასეთი დაინტერესება ფეხბურთზე არ ყოფილა. დიახ. როგორც არის დღეს. ეს კარგი, ეს მხოლოდ დადებითი ამაზე ყველა მეც არა ვარ იმის მომხრე. თუ სახელმწიფომ არ დააფინანსა და შესაძლებლობა გუნდებს არ ექნება იმისა რომ იარსებონ, მასეთი გუნდი რა გვინდა? მაშინ ჯერ სახელმწიფომ დააფინანსოს და მე დავიწყო. მე მინდა გასაგონა თქვა. აქ ეხლა მიზეზი მაპატიეთ ამ სიტყვაზე, ტუალეტი გაქვს თუ არ არის, ეს არ არის მიზეზი რა. ეს რას ალაპარაკოა საერთოდ? ინფრასტრუქტურა საჭიროა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არსად არ მინახია რომ გადამწყვეტი სახელმწიფო მოედანი უნდა იყოს. ბატონო მახას ერთი წამით ყველას მივცეთ და იმიტომ რომ გამოვიდა რომ ზოგიერთი ბევრს ლაპარაკობს, ზოგ საერთოდ არაფერი მინდა დავეთანხმო ბატონ მურთას ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ პრემიერ-მინისტრი არის ჩართული დღესდღეობით ამ პრობლემით და პირველი პრობლემა დღევანდელ ქართულ ფეხბურთში და უმაღლეს ლიგაში პირველი ეს არის ფულის არ ქონა, დაფინანსების არ ქონა. თუ დაფინანსება არ იქნება, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩემპიონატი თავდება და უნდა აგერ UEFA-ზე გამოდიან გუნდები. ჩემპიონატი მოსამზადებელია, შემდეგ მოსამზადებელი ეტაპი და გუნდებს შეიძლება 3 გუნდიანი ჩემპიონატი დაგვრჩეს საერთოდ. უმეტესობა ამაზე ვილაპარაკოთ. მადლობა უთხრათ რომ პრემიერს რომ ჩაერთო ამ საქმეში და მე მჯერა ამ კაცმა თქვა რომ მე ავაღორძინებ ქართულ ფეხბურთს დაგვეხმაროს და 16 გუნდიანიც იქნება. კი ბატონო, ზაზა. ტუალეტიც იქნება და სხვა რაღაცებიც იქნება. ხალხო. ბატონო კობა, კი ბატონო. კი, ბატონო ლანჩხუთის გურიას და ხელმძღვანელი ბატონი კობა მირზაშვილი. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. ერთი წამი. გეთანხმებით ყველას. მივესალმები რომ სახელმწიფო ცდილობს რომ გამოყოს ფეხბურთისთვის. რაღაც გარკვეული თანხმობა და სპორტში ფეხბურთში ჩადოს ის თანხა და რაღაცით დაეხმაროს მთელი სულით და გულით და მე პირიქით მოხარული ვარ, მაგრამ დღესდღეობით 12 გუნდიდან ერთადერთი გუნდია ლანჩხუთის გურია, რომელიც ყოველდღიურად ფინანსურ პრობლემაშია. აქედან გამომდინარე, როცა ლანჩხუთში ხელმძღვანელობა დაწყებული ლანჩხუთის გამგებელიდან თავისი მოადგილეთი დამთავრებული ცდილობენ სოგმა ნაგვის ყუთები შეადაროს ლანჩხუთის გურიას და არჩევანი გააკეთოს ფეხბურთელების ხელფასის გადახდაზე, პრემიაზე. როცა ეს ინტერესი აწუხებთ მაგათ 12 გუნდის ჩამოსვლა არ უხარიათ მაგათ ლანჩხუთში და 16 გუნდის ჩამოსვლა გაუხარდებათ მაგათ. ეს ფინანსური პრობლემა, რომელიც გააჩნია ლანჩხუთის გურიას, ზაზაუში ურუშადის თამადობით, ვახტანგ ზენაიშვილი ეს, რომელიც საერთოდ ადამიანი ფეხბურთში ნოლია, მე ესე ვიტყოდი. სიის ფეხბურთელებთან და ესაუბრება, რომ თქვენთან ხელფასის გადახდას მირჩევნიან ლანჩხუთში ნაგვის ყუთები დავდგავ. თუმცა მე როგორც მითხრეს, უბრალოდ უნდა ვთქვა ეს ყველაფერი, რომ ხელფასები და პრემიები გაცემულია. გაცემულია, მაგრამ დარჩენილია დავალიანება პირველი წრის შემდეგ კიდევ და დუბ შემადგენლობას, ჭაბუკთა ლიგის მსმენელებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას. ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ და უბრალოდ მე იმაზე ვეღარ ვსაუბრობ კიდე ბოლომდე. გააცემენ ამ თანხას, არ გასცემენ და ყველაფერი ისე არის ამ ლანჩხუთის გურიაში, რომ გეუბნებით კიდევ ერთხელ 12 გუნდი რო ჩამოვიდოს, იმაზე არის მთელი ამბავი და 16 გუნდზე დამიწყებენ ესენი საუბარს. არ უყვართ ხალხს, ფეხბურთი არ უყვართ, ხა ამ ორ ადამიანს ფეხბურთი არ უყვართ. და ესეთ ხალხია გასაგებია, თუ სახელმწიფო დააფინანსებს, ზაზა. მოგესალმებით, ჩვენი გუნდია დაოფიციალურად რუსთავის მეტალურგის სახელით. სიანი დაგვრჩა, თემო დაგვრჩა, ხო ზაზა გისმენთ. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით. ბათუმი, კი ბატონო. ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთის ზოგადად ფეხბურთის დონე ამაღლდება და რა თქმა უნდა კარგი ჩემპიონატი გვექნება და 12 გუნდიანი ჩემპიონატს ერთადერთი მიზეზის გამო არ მივესალმებით, რომ თვითონ სისტემა არის ძალიან მანკიერი. შესაბამისად, ამ სისტემის ჩატარებული ჩემპიონატი ყოველთვის რაღაც გამოხდება, აქვია, იგივე ხმადაღებული თემა ჩაწყობილი თამაშების, არასამართლიანი მაგალითად პირველ 6 ეულში შეიძლება ხა დღევანდელი მდგომარეობით 2 გუნდს იმას ნაკლები ქულა აქვს, ვიდრე მეორე 6 ეულში. 6 ეულების თემა. 6 ეულების თემა და
რის გამოც ჩვენ შეგვიძლია რომ თქვათ რომ 12 გუნდიანი ჩემპიონატი არ ვარგა და ხო არ ვწოდოთ 16-იანი, მაგრამ ამაზე კიდე ხაზი მინდა გავუსვა რომ 16 გუნდიანი ჩემპიონატამდე ჩვენი პოზიცია რომ უნდა მივიდეთ. ანუ ჩვენც ქვია ჩვენ რას ვაფიქსირებთ რომ უნდა განვითარდეს ჩემპიონატი იმ დონეზე რომ 16 გუნდა ითამაშოს ღირსეულად. ეხლა შუაგზაში გაჩერებული გუნდი და 6 თვიანი კონტრაქტებით და ქვია 6 თვის მერე გუნდი რო აცხადებს რომ ჩვენ საშუალება აღარ გვაქვს და ფეხბურთს ვეღარ დავაფინანსებთ, ესეთ 16-იანი კი არა, შეიძლება 10-იანი არ ვარგოდეს. ზაზა, ბატონი ზაზა ნიკურაძე სამტრედიის წარმომადგენელი, შეიძლება თქვენი პოზიცია. გესალმებით. აქ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ლიცენზირების თემამ და იმან რომ რამოდენიმე კლუბმა ლიცენზია ვერ მიიღო, მაგრამ ბატონებს და განსაკუთრებით ჟურნალისტებს მინდა შევახსენო, რომ ლიცენზირების პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. დღეს იყო გასაჩივრების ბოლოა და დარწმუნებული ვარ ყველამ გაასაჩივრა და 19 მაისია თარიღი, როცა უნდა გამოცხადდეს საბოლოო შედეგები. ეს ერთი. რაც შეეხება გაზრდის თემას, აქ დავეთანხმები ბატონმა ლადონ, ბატონმა ზვიადმა და ძალიან ბევრმა კარგად ჩამოაყალიბა, რომ გაზრდა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება სახელმწიფოსაგან დაპირებული დაფინანსება კლუბების და მე მინდა გითხრათ, რომ და დააგპირდეთ სამტრედიის სახელით, რომ 1,300,000-ადაც ძალიან ძლიერი გუნდი შეიძლება სამტრედიაში გაკეთდეს. ანუ ის 200,000 სამტრედიის შემთხვევაში ნამდვილად არაფერს არ გადაწყვეტს. და ერთი რამ მინდა ბატონებო დავამატო, რომ ძალიან კარგია პოლემიკა, ძალიან კარგია აზრთა სხვადასხვაობა და ამ აზრთა ჭიდილი, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი კეთილშობილება, რაც ადამიანებმა მიაღწიეს, ეს არის დემოკრატია და უმრავლესობის გადაწყვეტილების უპირატესობა. ძალიან მაინტერესებს ინტერაქტივის საბოლოო შედეგი და კი ბატონო, მithme აუცილებლად. აი ეს მინდა დავაფიქსირო, რომ დემოკრატიის განუყოფელი პროცესია, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას. აი ამას მიაქციოთ. 93-7 ბატონ თემურ ბარქაია, ფოთის კოლხეთის მე ბატონ ოთარ სურდა რაღაც სიტყვა და ლევანს. ძალიან მოკლედ ვიტყვი. ჩვენც ვემხრობით 16 გუნდიან ჩემპიონატს, ის არგუმენტები ახლა ყველაფერი თითქმის და აღარ გამეორდები. მთავარი ეს რეგიონებისთვის არის მართალი იყო ბატონი დათო, რომ სახურავიდან არ იწყება მშენებლობა, მაგრამ ამ 16 გუნდიანებში ვამბობ, რომ რეგიონებში აი ბავშვები დიდი ის არის ის 5-6 ჯგუფის მიბმა უმაღლეს ლიგაზე და დღეს რეგიონის ჩემპიონატის თამაშს ჩვენ სკოლას რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, რომ ისეთ გუნდებთან ვითამაშოთ, სადაც დინამო თბილისი და იგივე მარტვილის მაგალითი მინდა ვთქვა, რომ სანამ უმაღლესში გამოვიდოდა მარტვილის საფეხბურთო სკოლა საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ შემდეგ 2-3 კაცი ვიცი, რომ ასაკობრივ ნაკრებს მიაწოდა და წამოიწია ზუსტად იმის შემდეგ, რაც ჭაბუკთა ლიგა და რამაც 1-6-7 წლის შემდეგ უკვე იმ უმაღლესი ლიგის გამოშლის შემდეგ მოხდა ისე, რომ თვითონ სკოლა ამუშავდა და ეს ეხლაც რო შევხედოთ ჭაბუკთა ლიგაში ეს რეგიონის გუნდები ბევრი ისეთ კლუბებს უსწრებს. მე პლუს ამაში ვეთანხმები ყველას, რომ როდესაც საუბარია თუ იქნა დაფინანსება, ამას ყველა ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, მაშინ აქ აზრით 16 გუნდიანზე საუბარს თუ არა და საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ეს კამათი პოლემიკა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს უნდა გაიმართოს ისეთ რეჟიმში, დაპირისპირების რეჟიმში არ უნდა მოხდეს. და ამ კამათში პოლემიკაში დაიბადება ჭეშმარიტება და ყველამ უნდა ისეთი გზა ავირჩიოთ, რაც ქართულ ფეხბურთს მიცემს განვითარების მომავალზე. ბატონ დიმა, დიმიტრი სანაკოევი. მოგესალმებით. არა, გიას არ უთქვამს არაფერი. არც გიას და არც ოთარს რა კი ბატონო. გისმენთ ბატონ დიმა თქვენს მერე. რა თქმა უნდა, დღევანდელ სიტუაცია, რაც ახლა ქართულ ფეხბურთში ხდება, მე ვფიქრობ, რომ არსებობს ორი კონცეფცია, ერთი შეგთავაზებულია ფედერაციისგან, მეორე რამდენიმე კლუბისგან და ვფიქრობ, რომ აქ არის პრობლემა მარტო დროში, რა, ერთი წლის განმავლობაში უნდა გახდეს მაინც და მაინც 16 გუნდის ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთ. ეგრე ვფიქრობ მე, რომ იგივე იმ კონცეფციაში წერია, რომ 16 გუნდი უნდა იყოს ერთ წლის განმავლობაში, როდესაც აშენებული იქნება რამდენიმე ინფრასტრუქტურა ყველა კლუბებისთვის და დღესაც მე როგორც ვიცი ფეხბურთის პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ დღესაც მზადაა ფედერაცია, რომ ჩაატაროს 16 კლუბის ჩემპიონატი.
ჩემი აზრი ის არის, რომ მე მზად ვარ, მე თანახმარ იმაზე, რომ ჩავატარო 16 ჩემპიონატს. გია ისიანი გორის დილა. საინტერესო პოლემიკა მიმდინარეობს და მეთახებით ყველას მოგესალმებით და ძალიან მოხარული ვარ პირველმა არხმა რომ მოახერხა ეს. რა თქმა უნდა, დღეს თემა არის ჩვენი შეკრების 12 გუნდი ჯობია თუ 16. თუმცა ყველა ალბათ იმაში დამეთახებით, ჩვენთვის საწყენი იყო ის, რომ ის ტოპ თამაშები, რომელიც შეიძლება და ტელევიზიით გვენახა, ვერ ვნახეთ. ჩვენ ვერ ვნახეთ ის საინტერესო სათასო თამაში, თქვა დინამო თბილისი დილაგორი და ზესტაფონი დინამოსი. ეს ის დიდი თემაა და საერთოდ ნაკლებობა არის აი ამ კომუნიკაციის კლუბებს შორის და არ უნდა იყოს ესეთი საუბარი ის ჯობია თუ ეს ჯობია. ეს მოსაზრება რო წამოვიდა 16 გუნდზე. ჩვენი გუნდი თავიდანვე მიესალმა ამას და ქონდა ამის საფუძველი, რატო? რომ იყო პრემიერ-მინისტრიდან და სახელმწიფოდან ისეთი მესიჯი, ჩვენ გვინდა ფეხბურთი, ქართულ ფეხბურთში რაღაც შევცვალოთ კარგისკენ. ამიტომ აქ იყო მხოლოდ მოსაზრებაზე საუბარი და ყველა თავის მოსაზრებაში ვეტერანი ფეხბურთელები არიან თუ დინამო, ჩიხურა, ყველა საუბრობთ ერთ თემაზე. თუ იქნება ეს თანადგომა, აი ეს თუ არის ხო დღეს პრობლემა. მაშინ რა თქმა უნდა ყველა თანახმა იქნება რომ იყოს 16 გუნდი. მე აღარ შევეხები იმ საკითხებს რა შეიძლება ამას კარგი კონდეს და რა შეიძლება ცუდი. თუმცა ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო რომ თბილისში უკვე ორი სტადიონი დავკარგეთ, ერთი სინათლეზე, მეორე შევარდენი. ამიტომ ფეხბურთში რაც უფრო მეტი კლუბი იქნება, უფრო მეტი ფეხბურთი იქნება. რა თქმა უნდა ხარისხიც სამუშაოა, რა თქმა უნდა ბავშვთა ფეხბურთზეც ბევრი არის გასაკეთებელი, თუმცა ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ ესეთი ტოქ-შოუები თქვენთან შეხვედრები მაქსიმალურად ხშირად უნდა იყოს. ადამიანებს უყოდას ვინც ფეხბურთში. კი ბატონო, უბრალოდ ყველამ უნდა ისაუბრო. მაინც ხერხდება დათო, მაინც ახერხებთ და ხო, მაგრამ ბოლომდე ვერ მივდივართ, იმიტომ რომ უკვე 2 საათი გავიდა. იმიტომ რომ ჩვენ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით. ერთხელ თქვენთან მოხდა ეს დეკემბერში და რა შედეგი გამოიყო და აინახეთ ერთსულოვნება მიაღწია ის რომ ის თანხები რაც დინამო თბილისმა იმ დროს დათმო ან მაშინ მეორე ადგილზე ჩიხურა იყო და ზესტაფონის თქვა 6-თან ახლო არ იყო, მაგრამ დაეთმევს ყველამ და ჩვენს და სულ ყველამ და განაწილდა ნორმალურად. ეს გამოიწვია ერთობლივად. გასაგებია, ოთარსაც ვკითხოთ რა ბათუმიდან ჩამოვიდა ადამიანი და თავის მოსაზრება უნდა დააფიქსიროს. მოგესალმებით. სამწუხაროდ დღეს რომ მიტყვი რომ ბათუმის დინამო პირველ ლიგაში არ და ისეთ გუნდებთან უწევს თამაში, რომ ამოდენიმე წლების უკან PSV-ს და Celtics ღებულობდა. მაგრამ დღეს ბათუმში შეიქმნა ბათუმის დინამოს ყავს 9 საკობრივი გუნდი. ჩვენ ყავს 150 ბავშვი სკოლაში. ჩვენ დამატებით გავაკეთეთ 16 გუნდიანი უბანი, სადაც 16 უცნელი დავასაქმეთ, ბელიცენზე ვურცნელები. იქინა ჩვენ მოვიზიდეთ 500-მდე ბავშვი. დღეს ბათუმში არის ფეხბურთის ბუმი. და ბათუმის დინამო რო უმაღლესში არ იქნება და ფოთის კოლხეთი და შუქურა და ეს რა ვიცი რა და სამტრედია. არა, ესე ხო ესე ყველა იტყვის, ყველა ქალაქი იტყვის რომ რატო არ არის ეს ქალაქი. ავიდეთ 40 გუნდამდე. არა, ეგრე არ გამოვა მაშინ. გასაგებია, მოდი რა, მოდი ვაშა. ბატონი ლევანი და ბატონი ზვიად გველოდება. ჩვენ ადგილობრივი. კი. არა, დაასრულეთ თქვენ. ოთარ დაასრულე. დაასრულე, კი ბატონო. ბათუმის დინამოს და ქობლეთის შუქურას აჭარისთავობა ყველანაირად გვერდში უდგანა და არანაირი პრობლემა არ აქვს ფინანსური მინდა უთხრა და ძალიან დიდი მადლობა ვუხსნა აჭარისთავობას. ბატონო ოთარ. ორიოდე სიტყვით ვიტყვი რა, იმიტომ რომ ძანეთ. ჩვენი ძმისშვილი არის, ჩემი ლევანი და დანაპირად მე ნამდვილად პირადი ინტერესი, ნამდვილად არა მაქვს, მე ფეხბურთის ინტერესი მაქვს. არც სხვა სამსახურში არასდროს არ წავსულ ვარ და მთელი ცხოვრება ვარ ფეხბურთში, როგორც ფეხბურთელი და მე როგორც წვნელი ხა, კაი ვიყავი, თუ ცუდე ვიყავი, სხვამ განსაჯოს. ამიტომ არა, წვნელობა ახლა ყველა იბრალებს. ერთ რამე მინდა ვთქვათ, რომ დემეტრაძე, ბურდული, იგივე მოედნებს არ თამაშობდნენ, მე სადი თამაშობს ამათ. ორად-ორი მინდორი მოახდა თამად, ერთი ბათუმში დაინგრა სტადიონი და ერთი ზუგდიდში. ხო? იმ სტადიონებს არ თამაშობდი, დღეს რა სტადიონებიც არის? ესენი რატო წავიდნენ? ჩიტ რატო იყო? არ ველაძე სადა? არ მაგრამ მომისმენი, კი, არა, კი, უნდა იყოს ბევრი მოედანი. არ ველაძე და ისინი არ თამაშობდნენ, კაცო, ბავშვებს 1000 ოჯახი დასაქმდება. არავის ინტერესი არ მაქვს, შენ დათო ძალიან კარგი. გასაგებია, მოდი ბატონ ზვიადს უთხრა ბოლოს ინტერესი არ მაქვს და არავისი ის არ მაქვს რა. და ბატონ ლევანი შემდეგ. აპირადული მე მაგალითად ბატონო ზვიად, თუ შეიძლება გესმით ალბათ ჩემი ხმა. მე და უბრალოდ ბატონ რეზუმე რო გავაკეთოთ რა. თუ დააბინაზებს სახელმწიფო.
ნუ დათო მე მინდა გითხრათ რომ მე მოვისმინე ყველას მოსაზრება როგორც თავიდან თქვი ისევ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო დახმარება კლუბების დახმარება თუ იქნება სურვილი კლუბების ისა მთავრობის ეს უკვე ბატონ ლევანის პრეროგატივაა როგორც სპორტის მინისტრის მე ვფიქრობ რომ მთავრობა უნდა მოусმინოს ამ კლუბებს და თუ ექნება სურვილი, მარტო სურვილზე ხო არ არის. თავისი პროგრამა აქვს სახელმწიფოს და იმ პროგრამაში თუ ჯდება კლუბების დახმარება, მაშინ ალბათ ამ დახმარებას სახელმწიფო გააკეთებს. თუ არ ჯდება, ჩავატარებთ კიდევ 12 გუნდიანს, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი და ყველაზე სასწრაფო რაც არის გასაკეთებელი, ეს არის PFL-ი არის დასაბრუნებელი, ანუ უნდა ამუშავდეს კომერციული მხარე, ფეხბურთის განვითარების კომერციული მხარე, სატელევიზიო მიმოხილვები და მატჩების პირდაპირი მისცემი ტრანსლაციები, დიახ, ტრანსლაციები, ასევე უნდა გაკეთდეს ის რომ ის ბავშვთა ფეხბურთი რომელიც ამბობდი და ბატონ ლევანი ამას სულ ვიძახის რომ აი უფასო უნდა იყოსო ჩვენ მოვარგეთ ვითომ მოვარგეთ ამ 16 გუნდიანს ჩემპიონატს რომ იქ დავავალოთ კლუბებს და დაფინანსება წავიდეს პირდაპირ მიზანმიმართულად რომ უნდა ყავდეს 250-300 ბავშვი უფასო მაგრამ თუ სახელმწიფოს ეკრება სურვილი იმისთვის რომ გააკეთოს ყველა რეგიონში თქვა თითო აკადემია უფასო მაგას რაჯობია მაგრამ გეუბნებით არის ფეხბურთის ფედერაცია რომელსაც აქვს თავისი ფუნქციები არის PFL-ი რომელიც უნდა ამუშავდეს და თავისი ფუნქციებია და არის სამინისტრო გასაგებია თქვენი პოზიცია ბატონ ლევანსაც მინდა უთხრა ბოლოს შეაჯამოს ბატონ ლევან აი კლუბები იძახიან რომ უნდა კლუბების უმრავლესობა თქვენი პოზიცია გაქვთ და ბოლოს აი სახელმწიფო კომისიაზე რას წარუდგენთ პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ გეტყვით მე მოხარული ვარ რომ ესეთი პოლემიკა და ესეთი ჯაბაასი ფეხბურთის გარშემო კარგახანია არ მინახია საქართველოში უკვე ამ თემაზე რომ დაიწყო საუბარი ეს უკვე დადებითი ფაქტორია რა თქმა უნდა განსხვავებული აზრი ვიღაცას ექნება და ეს პრობაში არ უნდა გადავიდე და ჩვენ ყველანი მართლა იმ საზოგადოების წევრები ვართ მაგრამ მე იმ საზოგადოების წევრი ვარ რომელიც და თქვენ ყველანი რომელიც ცვლილებას ითხოვს ფეხბურთში დამეთანხმებით ეს ცვლილება თუ არ გამოვიყენეთ ეს ცვლილება თუ არ განვახორციელეთ და ჩვენ თუ არ გავაკეთეთ დამიჯერეთ რა ეს გადაიდებს დიდი ხანი იმიტომ რომ დიდი სურვილია ხელმძღვანელობის მთავრობის დაეხმაროს ფეხბურთს მაგრამ არსებობს ბევრი კითხვა რომელიც კითხვებზე გაუცემ ამიტომ არის ეს კომისია ხო უნდა შეჯერდეს კიდევ ერთხელ გეუბნებით აქ ის ლაპარაკი რომელიც წამოიწყო რიგმა ჩემმა კოლეგამ არ შეეფერება იმ ტონს და იმ ზდილობას რომელიც უნდა არსებობდეს სხვადასხვა აზრი არ ნიშნავს ტრობას კიდევ ერთხელ მე მინდა დაგიდასტურო და კიდევ ერთხელ ვიძახი გამომჩა იმ თემაზე არ ეგონოს ვიღაცას რომ პასუხი არ მაქვს მაგრამ გორისთვის მე ფული არ გამომიყვია და ეს არ ყოფილა ჩვენი პროექტი ეს იყო მუნიციპალიტეტის პროექტი რომელიც შეიტანა მუნიციპალიტეტმა რეგიონალურ განვითარების ფონდში წერილით რომ UEFA-ზე გადიოდა გუნდი და უნდა მოხდარიყო ამ გუნდის დაფინანსება როგორც მუნიციპალიტეტთან უშუამდგომლად და ფინანსთა სამინისტროსთან ბატონ ინჯიას სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით და ინჯიას გუნდი რო ყოფილიყო UEFA-ზე იგივეს გავაკეთებდი და ვინც არ უნდა ყოფილიყო მაქვს თქომი ამიტომ კარგად მინდა დაიმახსოვრო ზოგმა და ისა გაითვალისწინოთ რაღაცები რაც შეეხება ჩვენს ცდელობას ეს უნდა იყოს თანმიმდევრული პროექტი გრძელვადიანი პროექტი უნდა იყოს ჩემო კარგებო ეს უნდა იყოს განვითარებაზე მორგებული ერთი ლიგის დაფინანსება 16 გუნდიანი თუ ბატონ ლევან ეხლა ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ ეს ხო თქვი 20 გუნდიანი საუკეთესო იქნება მაგრამ ეს უკაცრავად ვერ იქნება ის რაც უნდა გქონდეს ჩვენ აგერ კაი კონცეფცია აქვს დინამოს განვიხილავთ ყველაფერი ხო იმიტომ არის ასეთ კომისია მაგიტომ არის ინტერაქტივის თუ შეიძლება რა რომ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ სიმართლე გითხრათ მე საზოგადოების უფრო მჯერა საზოგადოების განწყობის იმიტომ რომ ის სამართლობა რაც დღეს ფეხბურთში არის უნდა აღდგეს სამართლიანობა პირველი ეგ არის ამიტომ სამართლიანობის დაბრუნება ფეხბურთში ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ ეს არის მთავარი ამიტომ უკაცრავად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
თუ რაღაცა არასწორი იქნა ჩვენ მიმართ თქმული მე ვარ მზად გავცე ერთ-ერთზე დაждდომით იქნება თუ ყველასთან ერთად დაждდომით და კიდევ ერთხელ მოიწვიოთ და პირისპირ დასვით ის სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები და პირისპირ ვიკამათოთ კაცო ამაში ცუდი არაფერი არ არის კი ბატონო ჯერ ესეთი ეს რაოდენობა არ არის სწორი ეფექტი არ არის რა ამდენი 20 კაცი ერთად რო ლაპარაკობს ვერ იძლევა იმ არა ჩვენ არ გვინდოდა ვიღაცა გამოგვიყო ამიტომ არის ყველა კლუბი აქ წარმოდგენილი უმაღლესი და პირველი ლიგის 4 გუნდი ჩვენი პირადად კიდევ ერთხელ და ეპიტეტებით კი შემამქეს მაკაურება მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები ბოლო ადამიანი რო ვიყო ფეხბურთს მაინც მოვეხმარები რომ საქართველოს ბატონ ლევან მე მინდა ინტერაქტივი შევაჯამოთ გასაგებია ინტერაქტივი დიდი მადლობა საზოგადოების გული თქვაც გაითვალისწინეთ არ ვიცი ეს ჩემი არა მე არ დამირეკი აქ ტელეფონთან არ მაქვს 80-20-ია ინტერაქტივი მომხრია საზოგადოება ძირითადად ძალიან დიდი მადლობა ყველას მოგზაურობთ ბატონო ძალიან მოკლედ რა და დავასრულო 80% ბატონო მურტაზ აი ბატონი ლევანი და მე დავასრულო ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისა 80% არის გულშემატკივრის მომხრე ჩვენი მაყურებლის 20 წინააღმდეგი ყველას უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა დასრულდა ჩვენი გადაცემა კიდევ შევხვდებით და კიდევ შევხვდებით ბატონო მურტო რა გავაკეთოთ ჩვენ პრეროგატივა არ არის თორე დაუმატებთ დიდისა კარგად ბრძანდებოდი დიდი მადლობა ყურადღებისთვის